წერენ, იმიტომ რომ როცა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტმა პირველ ტურში აიღო 34% და მეორე ტურში 52-13%-ით მოიგო, მეორე ტურში ოღონდ სეგოლე როიალთან ჩაითვალა, რომ ეს იყო არნახული წარმატება საფრანგეთის ისტორიაში. უმეტეს ქვეყნებში, აი არგენტინაში მაგალითად ახლა მოვიდა ძალიან პოპულარული პრეზიდენტი, რომელსაც აიღო 53% ხმების. უმეტეს ქვეყნებში 50%-იანი ბარიერი საერთოდ არ არსებობს. ჩვენ ხო და 2-1-ზე განსხვავება უახლოეს კონკურენტთან, ეს არის ევროპული სტანდარტით. აბსოლუტურად სუფთად მოგებული არჩევანი. ეს ერთი. მეორე რაც შეეხება თბილისს. თბილისის ცენტრალური უბნები მართლაც ჩვენ წავაგეთ, უნდა ვთქვათ ეს. ელოდით ამას, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებს თბილისში მე მიმაჩნდა, რომ ჩვენ მქონდა პრობლემები თბილისში. ამარჩენება ბევრი რაღაც თქვა ჩვენ მოვიგეთ თბილისის 3 ყველაზე დიდი რაიონი და 2 დიდი რაიონი. მე მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ მოვიგეთ საქართველოს უკლებლი ყველა რაიონი. უკლებლი ყველა დიდი ქალაქი გარდა თბილისის ცენტრისა, მაგრამ რაც შეეხება თბილისის ცენტრს, მე მიმაჩნია, რომ ხალხმა თქვა ჩვენ თავის სათქმელი ძალიან ზუსტად. მე სათქმელი გავიგონე და აწი ყველაფერი იგივე თბილისის ცენტრთან მიმართებაში და მთლიანობაში იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც თბილისის ცენტრს აწუხებს, რა თქმა უნდა გადაიხედოს და რა თქმა უნდა შეიცვალოს. რა სათქმელი იყო? თუ შეგიძლიათ გითხრათ, აი ხალხმა თქვა თავის სათქმელი თბილისის მოსახლეობამ და მე ეს გავიგონე. რა გაიგო მიხეილ სააკაშვილმა იმით რა შედეგიც მიიღო? ძალიან ბევრი რაღაც. აი მაგალითად ჩვენ ბოლო წლებში რას ვაკეთებთ? ჩვენ თქვით, რომ აი გარაჟები არის თბილისის ცენტრში, ეზოებში, ავიღოთ გარაჟები და გავაკეთოთ სათამაშო მოედნები. ბავშვებისთვის ეს იყო სწორი. მაგრამ ოდესაც ადამიანმა ეს გარაჟი დადგა იქ, მე ხო მახსოვს ჩემ ეზოში იყო საბურთალოს ეს გარაჟი. დადგა მაშინ, როცა მანქანებს იპარავდნენ, ეხა აღარ იპარავენ. მაგრამ ამაში ჩადო ფული. იქ ქონდა საწყობი, ეს ღირდა რაღაც ღირებულება. ჩვენ ერთ დღეს უცერემონიოდ მივადექით ქალაქის ხელისუფლება და ეს გარაჟები იქიდან აიღო. თავარი გარაჟებიც არ იყო საქმე და არ თქვა ლოჯების მონგრევაში. მე ხო კარგად მახსოვს, მე თვითონ მქონია ჩვენ 16 მეტრიანი ბინა თბილისის ცენტრში მე და დედაჩემს და სულ იმაზე ოცნებობდი, როდის მოვაშენებთ იქიდან ლოჯს, რომ 16 მეტრი გამختارიყო 28 მეტრი მაგალითად. როცა ეს ადამიანმა გააკეთა წყლობით ამისთვის ემზადებოდა და მე მივადგა ვიღაცა მოუნგრია ისე რომ პრაქტიკულად არაფერი არ აუხსნა. თუნდაც ეს ყოფილიყო კანონის დარღვევით. მე და თუნდაც იმისათვის რომ კეთილმოწყობის გაკეთება იყოს, სილამაზისთვის გაკეთება იყოს, როცა ადამიანი ეხება ჯერ კიდევ ადამიანებს, სადაც არის დიდი უმუშევრობა, სადაც არის შემოსავლები. ეს ხალხს გაუჩნდა დაუცველობის გზნობა, მასობრივად გაჩნდა დაუცველობის გზნობა. მაგრამ არ ხედავდით ამას, რომ ვიღაც მიადგა და უთხრა, რომ თქვათ, უნდა მოანგრიოთ და რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ მე შევიტანე ივნისში კანონი პარლამენტში, რომელიც ბოლომდე არ იმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ შევიტანეთ კანონი, მივიღეთ კანონი ამ საკუთრების დაცვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ლეგალიზაცია მოახდინოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა კონსტიტუციაში შეგვაქვს ცვლილება, ეს დაუცველობის განცდა აშკარად არსებობდა. ჩემი ყველაზე დიდი ახლობლებია ჩემი მეგობარს აქ თბილისის ზღვაზე ნაკვეთი. 700 ჯერ მივიდა, 700 ჯერ რეესტრში დადგა, იქ რაღაც დოკუმენტების შეგროვა მოხდა. რეალურად გაჩნდა დაუცველობის და კანონის წინაშე აი ესეთი რაღაცა იმის განცდა, რომ მიუხედავად კანონებისა, ხალხი არ არის დაცული. ეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დამთავრდება. მე ვიძრევი გარანტიას, რომ ვერავინ ვერასდროს საქართველოში, ვერავის საკუთრებაზე ასე ხელს ვეღარ აღმართავს. იმიტომ რომ და აღარავის არასდროს აღარ იქნება დაუცველობის განცდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბევრად მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ სასამართლო სისტემა მართლა იდგეს ამ კონკრეტული ადამიანების ინტერესების სადარაჯოზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბევრად მეტი პროგრამები უნდა გქონდეს სოციალურ კუთხით. ახლა თბილისის ცენტრი შეიძლება ყველაზე სოციალურად გაჭირებული არ არის, მაგრამ აქ არის ყველაზე დიდი ფასები და აქედან გამომდინარე და ძალიან დიდი სტრუქტურული მუშაობა, იმიტომ რომ ხალხი ერთ-ერთი ცხოვრება ერთ მიმართულებით მუშაობდა და უცებ უთხრეს, რომ ის ყველაფერი არის, აქ არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურებში შემცირდა სასწავლო დაწესებულებებში მოხდა კატასტროფული შესწორების შემცირება, განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებელში, მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში და ძალიან ხშირად და ხშირ შემთხვევაში ჩვენ მთავრობას დაავიწყდა, რომ ცოცხალ ადამიანებთან გვაქვს საქმე, სტატისტიკასთან კი არა, რომ თქვათ, აყო 1000 ადამიანი და უნდა დარჩეს 400. 400 შეიძლება უნდა დარჩენილიყო იმ კონკრეტულ უწყებაში, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ფუნქციონირებდა, მაგრამ დანარჩენ 600 რა მოუვიდა, ამას თავრობა უნდა დაინტერესებულიყო წინასწარ, ვიდრე ამ ხალხს გაუშვებდა. ეს არის ნამდვილად ასე და ჩვენ გვაქვს ახლა ფუფუნება კი არა, ვალდებულებაც, რომ ყველა ამ საკითხს მიუდგეთ ბევრად უფრო ადამიანად. მე კონკრეტული შემთხვევებიც ახლა ფინანსთა მინისტრთან ამას წინათ გავაჩერებია გაშვება ერთი სანამ გადავდგებოდი 2 თვის წინ ბუღალტერი იყო, კანცელარიაში მუშაობდა 30 წელი, 35 წელი. ამსახურებო მუშაკი. ბოლოს გაუჩნდა ჩვენი მთავრობის პირობებში, გაუჩნდა 1000 ლარზე მეტი ხელფასი. გადაწყვიტა ამ ქალმა მარტო ხელა იყო, აიყვანა ბავშვი. მე მოვიდა ახალი მინისტრი და შეამცირა. და ეხა ბავშვი აიყვანა და ეხა ამ ქალმა ჩემამდე მოაღწია. და მე აღმოჩნდა, რომ შემცირებული ბავშვი აღმოჩნდა ქუჩაში
თუნდაც იმ სტაჟიან პენსიას, რომელიც 74 ვინც თქვენამდე ვერ მოაღწია ასეთები არიან ძალიან ბევრი. აი, როდესაც თქვენ ამბობთ, მე მართლა მაინტერესებს ისეთ გულწრფელი პასუხი, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, რომ ჩვენს მთავრობას დაავიწყდა, რომ ცოცხალ ადამიანებთან გვაქვს საქმეო. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი არ იყო, ხო ვთქვათ 90 წლის პრეზიდენტი, რომელსაც შეიძლებოდა ეს ვერ დაენახა, რომ ცოცხალ ადამიანებს ჰქონდათ და ეს ვერ დაენახა, რომ ცოცხალ ადამიანებს ჰქონდათ ასეთი პრობლემები ამ წლების განმავლობაში. აქამდე თუ აი ამ წლების განმავლობაში თუ მიგითითებიათ იგივე მთავრობის წევრებისთვის, რომ იცით რა, თქვენ გაქვთ ცოცხალ ადამიანები. რა თქმა უნდა, იქ გახსოვთ, როცა მივედი საბაჟოში, საიდან მოვიტანა ეს ხო არ იყო, გავიკე რომ კონკრეტული ადამიანები დგანან საბაჟოში, მაშინ ეხლა გამაკრიტიკეს, რატომ მოხსენით ეს ანთელეძეს. სწორად მოხსენით, დღესაც ვფიქრობ, რომ ფორმა იყო ძალიან მძიმე. მიმაჩნია რომ სწორი. დღემდე თქვენი ოპონენტები იხსენებენ და ეხლა ნახავთ რამდენი მოიხსნება კიდე ახალ მთავრობის დაკომპლექტის პირობებში ამ უსულგო დამოკიდებულებისთვის ადამიანებთან. ეს იგივე სააკაშვილი ვარ, ის კი არ შევიცვალე და რაღაც ის კი არ გავხდი. უცებ კეთილი ბაბუა როგორც ერთი კაცი იტყოდა. რა თქმა უნდა, იმ ხალხთან ვინც ადამიანებს უგულოდ მოიქცევა, იქნება ზუსტად ისეთივე რეაქცია. კონკრეტული მაგალითები. აი ეხლა მოვიარეთ ერთ საქართველოს და ეხლა ეს მაგალითები ისაც ვიცოდი, მე მთავრობაზე დავაყენე ეს საკითხი არ გააკეთეს. ასეთი რამ ხდება, რომ სააკაშვილი რამე საკითხს აყენებს მთავრობაში და არ აკეთებს. შესაბამისი რეაგირებაც ხდებოდა უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ როცა 10-დან 8-ზე ახდე რეაგირებას 2-ზე არ ხდება, ის ორი შეიძლება იყოს კატასტროფული. ტყის საკითხი. გავაკეთეთ ტყის გადაცემა გრძელვადიან ინჯერაში. დიახ. აბსოლუტურად სწორი იყო, იმიტომ რომ ტყე რომელიც არის მოულელი, ჩვეულებრივად იყო მეტყევები იხებდნენ ფულს, მექნამეობა იყო, ჩვეულებრივად შედიოდნენ, ხალხსაც აწვალებდნენ, მაგრამ ნუ ქთამით კეთდებოდა და გამოქონდათ შეშე. ჩვენ მივიღეთ კანონები, გადავეცით გრძელვადიან ფლობელობაში, რაც კარგია, იმიტომ რომ ესე იგი ეს მე მინახავს ევროპაში, ეს ხალხი გარდა იმისა, რომ მოჭრის, ასევე დარგავს, ასევე მოულის, ასევე ხობეს შემოავლებს, ასევე რაღაც წესრიგს დამყარს, მაგრამ სანამ ეს ახალი მესაკუთრე შემოვიდოდა, ხალხს რომელიც მთელი საუკუნეების განმავლობაში მათი ოჯახები ითხრა ამ ტყის გარშემო და ამითი ზამთარში ითფობდნენ თავს იმ პირობებში, როცა ჯერ გაზი არ შეგვიყვანია, თუმცა შევიხმართ გაზ ყველასობაში, მაგრამ გაზი ხშირ შემთხვევაში მაინც ეს შეშა უფრო იაფია. ამ ხალხს უცებ უთხრეს, რომ თქვენ ტყეში ვერ შეხვალთ. ამ ხალხს უცებ უთხრეს, რომ ტყეში მარტო ფიჩხზეც კი ვერ შეხვალთ. ეს მართლა უთხრეს. და როცა და ეს გაკეთდა, ხო კარგი განზრახვა იყო, რომ ჩვენ ტყეები მოვაწესრიგოთ, მაგრამ ეხლა როცა ეს აღმოაჩინე და მე ეს აღმოაჩინე გადადგომამდე, მაშინ გავაკეთეთ ეს ვაუჩერი უკვე ტყის, მაგრამ ეს აღმოაჩინეთ მაშინ, როცა უკვე თოვლი მოვიდა ამასობაში ნაადრევი. და უმეტეს ადგილებში შესვლას უკვე აზრიც აღარ ქონდა, ხალხი მეუბნება, აი ხელში მიჭრავს შენი ვაუჩერი, მაგრამ ტყეში ვეღარ შევდივარ. ასე რომ მე ერთი რამ ვიცი და ერთი რამ კარგად დავინახე. ყველა ასეთ სიგნალს ზოგადად ბიუროკრატიული რეაგირება კი არა, ეხლა მოვიდეთ თქვა, ხა ჩვენი მთავრობა, მაინც ხალხის წიაღიდან გამოსული მთავრობა, ეს არ არის რაღაც უსულგო ტექნოკრატები, ბევრი მათგანი. თუმცა ხალხს დაშორდაო სააკაშვილის მთავრობა, ეს იყო ძალიან სერიოზული პრეტენზია თქვენს მიმართ ყოველთვის. ეს ასე არ არის, ხა მე იშვიათად არის რომელიმე პრეზიდენტი, რომელიც ამდენ ადამიანს შეხვედრია, რომელიც ამდენ ადამიანთან ყოფილა სახლში და არა საარჩევნო კამპანიის დროს, ხო, თუმცა ამ საარჩევნო კამპანია მომცა ბევრად მეტი შესაძლებლობია ამის, რომელიც ამდენ ადამიანთან უბრალოდ აი ესე ულაპარაკია წერილები, მე აი დაგროვილი ტონობით წერილები, ხა ჩვენ მოვახერხეთ რეაგირება მათ მეათეზე რეალურად ხო ყველა ამ წერილზე იქნება რეაგირება, ყველა ამ უსამართლობაზე, რომელიც ამ წერილებში ასახულია, არის ბევრი უსამართლობა ასახული. იქნება კონკრეტული პასუხი. მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია საჯარო მუშაობა, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ეს არჩევნები ასევე იყო, ჩვენთვის იყო სიმართლის მომენტი, რომ ბევრი რაღაც დაგვენახა. მე გამეხსნა ხელები, ხა იმისათვის, რომ იმ ხალხს, ვინც თქვათ, რაღაც დამსახურებები ჰქონდა ქვეყნის წინაშე ადრე და მათ შორის ჩემ წინაშე პირდაპირ თქვა და მე ძალიან მადლობელი ვარ, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობაში თავი მოიკლა ირბინა არჩევნებზე, მოიპოვა ეს ხომ მართლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ საქართველოს ყველა რეგიონში მოვიგეთ და თბილისის ორ დიდ რაიონში მოვიგეთ არჩევნები და დანარჩენებს წავაგეთ, მაგრამ ყველა რეგიონში მოვიგეთ არჩევნები. მიუხედავად ამისა, ყველა ადამიანმა, ვინც მოგცა ხმა ჩვენ და ვინც არ მოგცა ხმა ჩვენ, ყველას მადლიერება, მათ შორის ძალიან მადლიერება იმ ხალხის, ვინც არ მოგცა ხმა ჩვენ. რატომ? იმიტომ რომ ამ ხალხმა ბევრი რაღაცაზე მიგვანიშნა. ამ ხალხმა ბევრი რაღაცა მე და ჩემ მთავრობას დაანახა სულ სხვა კუთხით. მე გამიხსნა ხელები იმისათვის, რომ სხვანაირად კრიტერიუმი წაუყენო ახალ საკადრო შემადგენლობას, სხვანაირად გადავახარისო ეს მთავრობა, სხვანაირი ცვლილებები ჩავატარო ჩვენ ქვეყანაში უახლოეს კვირეებში. ძალიან უახლოეს კვირებში, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი მოხდება, ვთქვათ, უახლოეს კვირებში, ყოველ შემთხვევაში თუ კი საბაჟოსთან გაავლებთ პარალელს წეღა, როგორც თქვით, რომ ეხლა ნახეთ რამდენი რაღაც მსგავსი მოხდებაო. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ჩვენ უნდა ვისაუბროთ, მანამდე მე მინდა
მიუბრუნდე ერთ ასეთ თემას, დღევანდელი ამბავი, ალბათ თქვენ ნახავდით ტელევიზორში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროტესტის პიკი. მე ერთი კითხვა მინდა დავსვათ, ეგანაც თქვა იმ საერთაშორისო აღიარების მიუხედავად, თქვათ იმის მიუხედავად, რომ დასავლური მედია საშუალებები იგივე პრესა ღიად ამბობენ, რომ თქვენ გაიმარჯვეთ დამაჯერებლად და ელჩები დიპლომატიური კორპუსი კითხვის ნიშნებს არ სვამს ამ გამარჯვებაზე, მაგრამ თქვენი ოპონენტები მაინც ამბობენ, რომ არჩევნები არის გაყალბებული. აი, როცა თქვენ ამბობთ, რომ ყველაზე დიდი რაიონების ხმები მოვიგეთ, თქვათ რეგიონებიდან წამოვიღეთ ხმები და ასე შემდეგ. ისინი ამბობენ, რომ არაპირებენ შეეგუონ თქვენს პირველობას, იმიტომ რომ თქვენ გააყალბეთ არჩევნები. ფრაზები თუ არ ვწდები, მე აქ ამოვიწერე, მე მგონი ამ დღეებში კი მოისმენდით, თუ კი სააკაშვილს უნდა რომ თქვათ იყოს მარნეული შულავერის პრეზიდენტი მხოლოდ და ასე შემდეგ, ალბათ მოისმენდით ამ ფრაზებს. ანუ ოპოზიცია ამბობს, რომ თქვენ გააყალბეთ არჩევნები რეგიონების ხარჯზე და ის რომ თბილისში ვერ მოიგო სააკაშვილმა არის იმის დამადასტურებელიო, რომ გაყალბდა რეგიონებში და აქ უფრო ნაკლები საშუალება ქონდათ. მე ვფიქრობ, საქართველოს პატრიოტებისთვის შეურაცხყოფელია. ღრმად შეურაცხყოფელია განცხადება იმისა, რომ სააკაშვილი არის მარნეულიც ან შულავერიც ან ახალქალაქის როგორც ჟღერდა პრეზიდენტი. ჯერ ერთი, მაშინ სააკაშვილი არის სამეგრელოს პრეზიდენტი. აჭარის, გურიის, იმერეთის, სვანეთის, ზედა ქვედა სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და დანარჩენი ყველა რეგიონი, კახეთის, ქართლის და ასე შემდეგ, ქვემო ქართლის და ასე შემდეგ. ეს ერთი. და ეს არის ჩვენი ქვეყანა. ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ მარნეულში, არიან ისეთივე საქართველოს პატრიოტები. ხალხო რა მოხდა ბოლო 4 წელიწადში, რომ ამ ადამიანებმა თავი იგრძნეს საქართველოს შვილებად. ის რიტორიკა, რომელიც იყო, ეს ეხება ეთნიკურ უმცირესობებს, ეს ეხება საქართველოს რეგიონებს. ჩვენ ხო, როცა ეს იყო პირველი კამპანია, ჯერ მარტო იმდენ კი არა, რომ ჩვენ რაღაცა გავაკეთეთ. ოპოზიცია ხო ყველგან მივიდა. გახსოვთ როგორ იყო 4 წლის წინ, როცა ქვებს გვიშენდნენ მარნეულში ჩვენ. ეხა ყველა პატარა სოფელში შედიოდა ყოველგვარი პიკეტერიების გარეშე, ყოველგვარი ესკორტების გარეშე, ნებისმიერი ოპოზიციონერი და ატარებდა კამპანიას. სხვა საკითხია, იღებდა ხმებს თუ არ იღებდა, მაგრამ ყველაზე შორეულ ადგილებში კი მიიღეს ხმები. იმ პირობებში, როცა საერთოდ დამკვირვებლები არ ყავდათ, ბევრგან მოდი თქვა და ყველგან წამოიღეს ხმები. ზოგან ისეთ მოულოდან წამოიღეს ხმები. ჩემ ვერ წარმომედგინა, რომ იქ ტელევიზიას ვინმე უყურებდა შორეულ თის რაიონებში და ასე შემდეგ, სადაც მოწყვეტილია. აიღეს ხმები, ესე იგი, ეს ერთი. მეორე, ამიტომ ჩვენ ვართ ერთი დიდი ერთობა. როცა სამეგრელოში არ გვიშვებდნენ, მე ეს კარგად მახსოვს, იქ ზარანდია იყო, ბადრი ზარანდია, რომელიც აკონტროლებდა ყველაფერს, ავტომატებს გვიშენდა, მარნეულში არ გვიშვებდნენ, ახალქალაქში არ გვიშვებდნენ, აჭარაში არ გვიშვებდნენ. ეხლა ყველგან დადის, ყველგან საარჩევნო კამპანია ჩაატარა, ყველა საქართველოს ერთიანია და ასევე იქნება დარწმუნებული, რომ შვიდობიანად აფხაეშიც. ის რომ გალინდან განმოვიდა ამდენი ადამიანი და იმ პირობებში, როცა მათ სრული ბოიკოტირება გამოუცხეს სეპარატისტულ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს. ესე იგი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პირიქით პოლიტიკური პროცესით შევკარით ქვეყანა. ამიტომ ვამბობ, რომ მე მაგალითად ეს უცხოელები, რომლებიც იყვნენ, 1000-ზე მეტი უცხოელი იყო ასეთი რაოდენობის დამკვირვებელი, არცად არ ჩამოსულა არასოდეს. ეს არ არის გაზვიადება. უკრაინაში, რომელსაც მოსახლეობა ჩვენზე 11-ჯერ მეტი, ჩამოვიდა, სულ იყო 2000 დამკვირვებელი. ეს ერთ სულ მოსახლეზე ჩვენთან ჩამოვიდა 6-ჯერ მეტი დამკვირვებელი ვიდრე უკრაინაში. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. აი მე 12 წელს შვილი მყავს, რომელიც ახლა პოლიტიზირებული არ არის. ნუ ნაწილობრივად რა თქმა უნდა არის ახლა გადაცემაში. ძალიან გაგულოვანი მითხრა, რომ BBC-ს თავარი საინფორმაციო გამოშვება. პირველი 7 გამოშვება საღამოს თავიდან ბოლომდე აჩვენეს ჩემი 7 წუთიანი ინტერვიუ და დიდი სიუჟეტი საქართველოს. ხა, არავის არ მინდა ვაწყინო ამ რეგიონში არის ძალიან მდიდარი ქვეყნები, სადაც არჩევნები თუ მოხდება, ან გაშუქდება ან არა. და თუ გაშუქდება ერთხელ და 37 ახალამბად. რაღაცა არის საქართველოში განსაკუთრებული, რაც თელ მსოფლიოში იწვევს ახტოვანებას და აღტაცებას. რატო იყო ეს არჩევნები ჩემთვის მნიშვნელოვანი? ამდენი სასწრაფო დაიწერა საქართველოს ბოლო თვეებში. ნოემბრის მოვლენების შემდეგ მანამდეც თელი მანქანა მუშაობდა. ეხლა დაწყებული ჩვენი ზოგიერთი მეგობარი ბჭყალებში უცხოური ძალით დაწყებული და დამთავრებული. ეხლა იქირავა აქ ჩვენმა ერთმა შიდმა და არც თვეში შიდა, ეხლა უკვე გარეულმა ოპოზიციონერმა დიდი საერთაშორისო PR სააგენტოები, რომელიც პირდაპირ აქ შეკვეთა, რომ საქართველოს წეროს სისულელეები. ამასობაში ჩამოვიდა უამრავი ჟურნალისტი. ნახეთ როგორი წერებას, რა სტატიებია საქართველოს, ნახეთ როგორი შეფასება, ნახეთ როგორი აღფრთოვნება ქართველი ხალხი. რას ამბობდნენ ეს უცხოელი დამკვირვებლები. გარდა იმის, რომ სუფთა არჩევნები იყო და ეხლა ყველამ ხო ვიცით, რომ სუფთა არჩევნები. კი, მაგრამ ეს არის რეგიონები, საიდანაც მუდმივად მოქონდა ყოველთვის მთავრობას ხმებიო, ბატონო მიხეილ. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ შევარნაძის მთავრობა ჩვენ სამეგრელოში გავასწორეთ მიწასთან 2003 წლის არჩევნებზე.
და ეხლა ჩვენი გავიხეთ 70% რამდენიც არის ხმები. ასე რომ და ბევრი სხვა რეგიონი ასე ქუთაისში მე ვერ წარმომედგინა ჩვენ ესე კარგად მოვიგებთ. ქუთაისში ძალიან ბევრი პრობლემაა, ძალიან სოციალურად გაჭირებული ქალაქია. უამრავი რაიონები იმერეთში, უამრავი რაიონები შიდა ქართლში ხო ყველა იძახოდა რომ აი შიდა ქართლში პრობლემები იქნება. ნახეთ როგორ მოვიგეთ გორი, რომელიც არის საოცარი სოციალური პრობლემები, იმიტომ რომ ცხინვალმა ჩაკეტა გზა და უამრავი ადამიანი უბრალოდ შეერია იმის გამო რომ ეს ყველაფერი მაგრამ ხალხს გაუჩნდა იმედი. ამიტომ აქ არის სრულიად ნათელი სურათი რომ რა თქმა უნდა არჩევნები, რა თქმა უნდა არჩევნებზე ჩვენ გქონდა კარგი შედეგი. რა თქმა უნდა ეს შედეგი ვერ იქნებოდა 60-70-80%. აქ არის სრულიად ნათელი სურათი რომ რა თქმა უნდა არჩევნები, რა თქმა უნდა არჩევნებზე ჩვენ გქონდა კარგი შედეგი. რა თქმა უნდა ეს შედეგი ვერ იქნებოდა 60-70-80%. ღმერთმა არ ქნას უყურებთ. თუმცა თქვენები ვარაუდობდნენ აქ ამ გადაცემაში უთქვამთ რომ 65-დან 70. მე თქვენ გეტყვით იქ ჩვენ გქონდა წინასწარ საერთაშორისო გამოკვლევები. ჩვენ ჩამოვიყვანთ ამერიკელები რომ საერთაშორისო საზოგადოებაზე გამოკითხვა. მე შევხვდი ამ ხალხს, მათ შორის იმ ხალხის თანდასწრებით ვინც ამბობდა 60-65% და თქვეს რომ შენ აიღებო 52-დან 55%-მდე. და თუ 55%-ს მეც აიღებო სათავართო საჯაროდ მოვიხადოთ ბოდიში ჩვენ რეპუტაციას და ეკონომიკას. ქართული საზოგადოებაზის გამოკვლევები ძირითადად იგივე ამბობდნენ, ცოტა უმატებდნენ. ასე რომ და მე იყო პარალელური დათვლა. იყო პარალელური დათვლა სამართლიანი არჩევნების ორგანიზაციის რომელიც მაინდა-მაინც ჩვენ არ უყვართ არასოდეს პირდაპირ თქვა და მე პირადად მეშინოდა რომ ყოველ სკეპტიკურად ფიქრობდი რომ ცუდ შედეგს დადებდნენ მათ აჩვენეს რომ ჩვენ არჩევნები ნათად მოვიკეთ 50%-ს გადავწყვეტ. იყო მეორე დათვლა, მეორე ავტორიტეტული ორგანიზაცია რომელიც ასევე არ შედგება ჩვენი დიდი თაყვანისმცემლებისგან. სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, როდის იყო სოზარ სუბარმა ჩვენთვის კარგი რადმენ და როდის ხო ბოლოჯერ ხო? ძალიან დაუფასე მისი მოქალაქეობის პოზიცია თქვა რომ ეს იყო პირველი სამართლიანი არჩევნები საქართველოს ისტორიაში. პირველი არ იყო, წინათ სამართლიანი იყო, მაგრამ კონკურენტუნარიანი სამართლიანი არჩევნები. წინაზე ხო, ნუ სხვა სიტუაცია იყო ვარდების რევოლუციის. სოზარ სუბარმა თქვა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ყოველთვის იყო რესპუბლიკური პარტიის გაგრძელება, ხო ვიცით ახლა რომ თქვა გამოვიდა თქვა რომ ეს იყო პატიოსანი არჩევნები, მიხედავთ რომ საჩივრებით შეიტანა. ამიტომ მოდი თქვათ ახლა ხალხი ხო იყო ამარჩენეზე ხო ეს ხო ყველაფერი ხო ინფორმაცია ხო ჟურნალს ხალხი იყო ძალიან დიდი აქტიურობა იყო ამარჩენებზე როგორც ამარჩენებში საოცრად აქტიური ხალხი ეს ამან მოხიბლა ეს ყველა უცხოელი რომ ჩამოვიდა ნახა ორგანიზებული ხალხი და უფრო მეცაც გეტყვით მიუხედავად რადიკალურ განცხადებებისა თქვათ სხვადასხვა პარტიების ლიდერებისა მე ვარ ძალიან მადლობელი ამ პარტიების აქტივისტების ადგილებზე დამკვირვებლების კომისიის წევრებს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ნორმალური და ღირსეული ხალხი. აი რაც უცხოელებიც მეუბნებოდნენ, რასაც ჩვენი ხალხიც გვეუბნება. ეს ხალხი იყო ძალიან მშვიდი, ძალიან ორგანიზებული. ყველა რაც თქვენს უცხოელებმა, ჩვენ ნახეთ, რომ ეს ხალხი ამაყობდა იმით, რომ ეს არის დემოკრატია. ეს არის ევროპული ტიპის დემოკრატია. სიამაყე ქონდა, ღირსების განცდა ქონდა ამ ხალხს, რომ ისინი იცავენ, რომელიმე კანდიდატს კი არა, ამ შემთხვევაში თქვა ოპოზიციონერს ან პრეზიდენტს და ეს ძირითადი კომპლიმენტები მე მოვისმენთ ჩემი ხალხისგან ოპოზიციის საარჩევნო კომისიის წევრებზე. იყვნენ ძალიან პრინციპულები, მაგრამ არც არ ყოფილა დებოში და არც არ ყოფილა პრაქტიკულად არ ყოფილა. მაგრამ დებოში ვნახეთ დღეს. მოდით მე კიდევ ერთი რამე თქვა და თელი საარჩევნო კამპანია, რატომაც იყო კარგი საარჩევნო კამპანია, რატო გადავიტანეთ ჩვენ ქუჩიდან არჩევნებზე მაშინ აქცენტი ნოემბერში. საარჩევნო კამპანიამ ხარ გულზე ხელი დავდეთ ხომ შვიდად ჩაიარა ასე თუ ის ნორმალური პოლიტიკური პროცესი და უცით რატო იყო კარგი საარჩევნო კამპანია ჩვენ ხო გავეთ რეგიონებში ოპოზიციაც გავიდა რეგიონებში ოპოზიციამაც ნახა რეალური პრობლემები გახსოვთ როგორ ლოზუნგები იყო თავიდან იქ კონსტიტუციური მონარქია სხვადასხვა მე ეს ლოზუნგები უკანა პლანზე გადავიდა იმიტომ რომ მათ დაინახეს რეალური პრობლემები ხალხის მართლა მათ ქონდათ ნაკლები შეხვედრები ვიდრე ჩვენ მე ბევრად უფრო ენერგიულად ვიმოძრავე უნდა თქვა ძალიან ბევრი შეხვედრები ხოდა მათაც ქონდათ შეხვედრები მათაც ისინი შევიდნენ რეალური პრობლემებით ამიტომ ამ არჩევნების შემდეგ თელი პოლიტიკური სპექტრი განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნებიც რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის მივა ბევრად უფრო დახვეწილი ბევრად უფრო დამშვიდებული მიუხედავად ახლა პოსტსაარჩევნო ექსესებისაც ჩაოლებრივია მაგრამ არჩევნების დღე იყო საოცრად შვიდი ყველა ეს უცხოელი ჩამოვიდა რა აი როგორც ცოტა იმასავით რა მოლოდინში რომ აი ახლა ისეთი რაღაც მოხდება ჩაოლებრივ არ დადის ამდენ ჟურნალისტი არსად ჩამოვიდა თელი მსოფლიოს ყველა წამყვანი გაესტის და ტელევიზიის კორესპონდენტი აი ახლა მოხდება შეტაკება სამოქალაქო ომი საქართველოს იქნება კენია ან ესეთი ქვეყანა ლიბერია სადაც ეგრევე არჩევნების დღე იქცევა სამოქალაქო ომის დასაწყისებს გავსი არაფერი რო ნახეს მე ამ ხალხის განცვიფრებას მე ხო ამ დღეებში მაქვს მათ ურთიერთობა საზღვარი არ ქონდა აღმოაჩინეს უცებ მათთვის მოულოდნელად ევროპული ორგანიზებული შვიდი ქვეყანა სადაც ხალხს არ ღირსების განცდა სადაც პარტიები არიან პრინციპში ცივილიზებულად იქცევენ ყოველ შემთხვევაში არჩევნების დღეს ასე იყო და სუფთად ჩადარებული არჩევნები
ეს არის და ეს. გასაგებია, მე უბრალოდ ერთი კითხვა მინდა დავსვა, წეღან რაც დავსვი, უпростоრეთ გავმეორდები. აი, როგორ ხედავთ თქვენ აი ამ განცხადებების მიღმა მაინც? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ საერთაშორისო ორგანიზაციების და დამკვირვებლების მხრიდან, მაგრამ ჩვენ დღეს დილიდან ვთქვათ, ვადევნებთ მოვლენებს, ხო თვალყურს. არაფერი არ მოხდა მაშინ, მაგრამ დღეიდან ის რაც მოხდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მას უწოდეს თაღლითი ლევან თარხნიშვილის ოპოზიციამ, იგივე ლევან გაჩეჩილაძემ, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა ამ არჩევნების შედეგებით, გააკეთა განცხადება, რომ იგი დაიწყებს შიმშილობას. ისინი არაპირებენ შეეგუონ მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებას, იმიტომ რომ ამბობენ, რომ არჩევნები გაყავდა და ჩვენ ყველას გვახსოვს ბოლოს და ბოლოს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოვლენები დაიწყო თავის დროზე ვარდების რევოლუცია. მე მაინტერესებს რა სიტყვით ამაზე თქვენ, რა შეიძლება მოხდეს, ბატონო მიხეილ, თუ კი ოპონენტები არ დათმობენ, თუ კი გადაიზრდება ეს ყველაფერი კვლავ მიტინგებში, გავიხსენოთ იგივე ნოემბრის დღეებში, თუ კი ვთქვათ იგივე რიყეზე იქნება ძალიან მასშტაბური გამოსვლები, რისი პრეცედენტიც იყო ამ დღეებში. რა სიტყვით თქვენ, როგორ უნდა განვითარდეს პროცესები, როგორ წარმოგიდგენიათ იგივე ლევან გაჩეჩილაძესთან მიმართებაში? მე არ ვიქნებოდი ასე დრამატული, მე მესმის რომ რა თქმა უნდა დრამატიზმი არის ჟურნალიზმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და თუმცა დრამატული იყო, რასაც უყურებთ. მე ქვეშ მომწონს სწორედ ეს გზნებარება, ჟურნალისტური და ეს ახლა საქართველოა და ხალხი აკეთებს ხმამაღალ და ესეთ განცხადებებს, მაგრამ მე ვფიქრობ საქართველოს საზოგადოება ჩააბარა სიმწიფის გაკვეთილი ამ არჩევნებზე. რევოლუცია ხდება იქ და იმ სიტუაციებში, როცა გამარჯვებულები გამოცხადებულან დამარცხებულებად და დამარცხებულები გამოცხადებულან გამარჯვებულებად. თელმა საქართველოს მიცის, რომ მსგავსი არაფერი ამ არჩევნებზე არ მომხდარა. ხა ეს განსხვავება 2-1-ზე სერიოზული განსხვავება, თუმცა რა თქმა უნდა ზოგიერთ ჩემგანს ჩემ თანამედროვეს ეგონა ბევრად მეტი თუნდა მოგვიგო. ბათილი ბიულეტენები რო არ იყოს, სხვა შორის ამაზე მქონდა მწვავე საუბარი გიგა ბოკერიას, რომელიც მოლაპარაკებაში მონაწილეობდა ამ ჩვენ საპარლამენტო განხილვის დროს. გააკეთეს ის, რომ ბათილი ბიულეტენები რამდენიმე პროცენტი, ბათილი რაც ითვლება რომ არც ერთ კანდიდატს არ მიცემული, ისიც რომ მოსულების რიცხვში და ეს პროცენტს აგდებს ქვემოთ. ეს ბათილი ბიულეტენი რო არ იყოს დღეს მინიმალური პროცენტი, მაგრამ ჩემი აღებული იქნებოდა მინიმუმ 40. ანუ გიგა ბოკერიას ბრალი ყოფილა, რომ მე არ დაუბრალდი, მაგრამ რო არ ყოფილიყო ეს 55% იქნებოდა დღეს მინიმალური 55% არის მაღალი პროცენტი. და 55 და ხაყალბება თუ გინდა საყოველთაო როგორც 55 ამის მექანიზმები და სრული ვინმეს რო ქონოდა ახლა 55 და თავს რატო ავიდგებდი 53 და 52 და ხედან ახლა ითვლიან და ყოველ ხმაზე ხა ბევრად აქ საუბარი არის იმაზე და ესეთი უველირული გაყალბება სოფლიოში არ არსებობს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ეს არჩევნები ყოფილიყო ძალიან სუფთა და ყოფილიყო ქართული ხალხის ნების გუსტი გამოხატული პირველ რიგში არაუცხოელებისთვის მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ხალხის უკეთესი განცდისთვის საკუთარი თავის პატრონობის ჩვენ ხალხს უნდა დაუბრუნოთ ჩვენ უნდა დაუბრუნოთ ბოლომდე პატრონობის განცდა რა თქმა უნდა ჩვენ ხალხი ღირსეულად გამოავლინა თავისთავად ეს ერთი და მეორე ხა უცხოელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო არცად არაფერი არ ენახათ ეს ჩამოვიდნენ ძალიან კრიტიკული განწყობით ძალიან ნოემბრის მოვლენების ფონზე დამოკიდებულება იყო გაკითხული ჩამოვიდნენ ეს უცხოელები პირდაპირ აი გამეხებული ზოგიერთი და გავეშებული მივიდნენ საარჩევნო უბნებში და მთლიანად ამოატრიალა ეს განწყობა ამ ყველაფერმა რაც იქ ნახეს. აღმოჩნდა რომ საფრანგეთზე ცივილიზებულადაც შეგვიძლია ჩატარება, ჰოლანდიას ცივილიზებულადაც, გერმანიას ცივილიზებულადაც, აღარ ვლაპარაკობ ხა ჩვენ მეგობრებზე, უკრაინელებზე და სხვებზე. აღმოჩნდა რომ მართლა საინტერესო ქვეყანაა, ძალიან სხვანაირი ქვეყანაა. ამიტომ ხა კი იქნება განცხადება, კი იქნება რაღაც რადიკალური. აი როგორ წარმოგიდგენიათ, მე ვიდრე სხვა შეკითხვაზე გადავალ, მინდა ამაზე პასუხი ამოვწოდოთ. იგივე ოპონენტები თუ კი დაიწყება აქციები. ვერავინ ვერ უგულობს ქართული ხალხის ნებას. მე მიმაჩნია რომ ქართულმა ხალხმა თავის ნება გამოხატა ეს არის სრულიად საქართველოს ნება ეს იქნება დათვლილი ზუსტად და საარჩევნო კომისია თავის სიტყვას იტყვის ნუ როგორც თქვენ თქვით საერთაშორისო თანამეგობრობა თავის სიტყვა თქვა და ვერავინ თავის თავს ვერ დააყენებს ქართულ ხალხს მაღლა მე ვერ დავაყენებ რომ ზომოდა ძალიან და ჩემი მეგობრები და ვერცვერან ვერ დააყენებს. ვერავინ ვერ დააყენებს, მაგრამ თუ კი გავითვალისწინებთ, რომ იგივე თბილისში მათი შედეგი იყო, თქვა თქვენსაზე მეტი არის თუ არა მოსალოდნელი სიტუაციის ესკალაცია. მე ხა ეს ხალხი მართლა მოვიდა. რა ელით პირდაპირ კითხავ, დაიჭერთ, დაარბევთ მიტინგი. არა, უბრალოდ მაინტერესებს რა პერსპექტივა შეიძლება ქონდეს ამ სიტუაციას. მიმაჩნია რომ ჯერეთი არავინ არავის დაჭერას არ აპირებს ეს ერთი. და ეს მითი რომ ვიღაცების დასაჭერად დასდევენ ეს ნამდვილად მითია. ბევრი სხვა პრობლემა რაც იყო არსებობდა ხა. დაჭერას არავინ არავისას არ აპირებს. ხა პირიქით სხვა შორის ხა ცალკე გავდოთ პოლიტიკა და საერთოდ დაჭერების პოლიტიკა ზოგადად გადასახედია. ხა იმიტომ რომ მე თავიდან გავაკეთე ეს ამნისტია თავის დროზე. მე მიმაჩნია რომ ჩვენ ციხეებში ხალხის რაოდენობა მაქსიმალურად
საღი აზრის ფარგლებში უნდა შემოწიოთ. ის კი არა ზოგიერთი რო იძახო და ყველა გაუშვათ ქარეთ ღმერთმა დაგვიფაროს. ღმერთმა დაგვიფაროს. უნდა ძალიან ტარგეტირებულად შევხედოთ, მართლა კიდე ერთხელ გავანალიზოთ 3-ჯერ, 10-ჯერ, 100-ჯერ, ვინ არ არის მართლა საზოგადოებისთვის საფრთხე. და ეს ხალხი უნდა რაღაც ნაწილი მათი გაშვებული იქნას, თუმცა კიდევ ერთხელ მეუბნებ, ისე რომ ხვალ ბინა არ გატყდეს ამის გამო და ვიღაცა სადარბაზოში არ დაესხან ამის გამო და კიდევ ვიღაცა ძროხ არ მოპარემ და ხშირად ამბობენ, რომ აი ძროხის ქურდი და ქადმის ქურდი სიხეში, მაგრამ აბა თქვენ კითხეთ ახმეტის რომელიმე სოფლის მაცხოვრებელს როგორია ბოლო ძროხას რომ მოგპარავენ მარჩენალს და ბოლო გოჩრო წაიყვანენ. ესეც დიდი დანაშაულია ეგ, ამიტომ ის უნდა გავაკეთოს ხო? ნუ ამას თავი დავდებ. რაც შეეხება ამ თვითონ პოლიტიკურ ძალებთან დამოკიდებას, მე მიმაჩნია რომ ჩვენ მოახერხეთ ყველა ორივე მხარე აქ ხო ბევრი სხვადასხვა მხარე იყო გარდა იმ მხარისა რომელიც პირდაპირ აპირებდა ხალხის დახოცვას და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ყველა დანარჩენმა პრინციპში ნუ ხა ზოგიერთი ნაკლებად ზოგიერთმა მეტად ასე თუ ისე ჩააბარა ტესტი დემოკრატიული პოლიტიკური ნაკლებად ზოგიერთმა მეტად ასე თუ ისე ჩააბარა ტესტი დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი ეს არის პირველ რიგში ერთმანეთის პატივისცემა და ეს არის რადიკალიზმისგან შორისდგომა. რაც ნიშნავს რადიკალიზმის შორისდგომა? ეს ნიშნავს იმას, რომ შენ შეიძლება ძალიან არ ეთანხმებოდე შენ ოპონენტს, მაგრამ არასდროს არ თქვა, აი მე ესე ვფიქრობ და სულ არ მაინტერესებს მეორე მხარეს ფიქრობ. მე მინდა დაგკვირდეთ, რომ ამას ჩვენ აღარასდროს აღარ ვიტყვით, იყო შემთხვევა ჩვენ თქვენს წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებში ეს იყო ერთ-ერთი მთავარი, რომ მიხეილ სააკაშვილი არასოდეს განსხვავებულ აზრს არ უსმენს ან რაღაცას. მე ძალიან ბევრ აზრს უსმენ და ძალიან დიდი მოთმინების უნარი მაქვს ზოგადად და ძალიან ბევრი რაღაცა ავიტან კიდევაც. ეს ჩემი პრობლემა პირადი არ არის, მაგრამ ჩვენ თანამებრძოლებსაც ეს აქვს ზუსტი განცდა ეხა მე ბევრთან ვილაპარაკე ამ დღეებში რომ საქართველოში ვერავინ ვერაზროს ვერავის ამპლუით ვერ დაელაპარაკება. ამ არჩევნების შედეგმა ეს აჩვენა რომ საზოგადოების აზრი დივერსიფიცირებულია. ჩვენ სხვა ჩვენს მინდა ვთქვა რომ ავიხეთ იმის მაქსიმუმი ხმების რასაც ვარაუდობდით. მართლა მილიონზე ბევრად მეტი ხმა 1,100,000-მდე ეგ და ეს არის ბევრი ხმა ძალიან. მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და ძალიან ბევრი ხალხმა არ მოგცვა ჩვენ ხმა და ვერავინ ვერაზროს იმ ხალხის აზრს რომელიც არ მოგცვა ჩვენ ხმა ვეღარ გაუკეთებს იგნორირებას და უფრო მეცაც გეტყვით, როცა ლაპარაკობთ ოპოზიციას. ეხლა ჩვენ სერიოზულად უნდა გადავხედოთ თრიანად შემადგენლობას აღმასრულებელი ხელისუფლების და მე მიმაჩნია რომ ჩვენ ბევრად უფრო უნდა გავაფართოვოთ პირთა წრე, რომელიც საერთოდ უნდა იყოს სხვადასხვა თანამდებობაზე მიწვეული. უკაცრავად რას გულისხმობთ ოპოზიციასთან კონტექსტში რას ნიშნავს უნდა გადავხედოთ მთავრობის შემადგენლობა? არა, ოპოზიციასთან კონტექსტში არ უნდა გადავხედოთ, ხალხთან კონტექსტში უნდა გადავხედოთ. მე მიმაჩნია ყველა ადამიანი მიუხედავად იმისა, გუშინ რომელ ოპოზიციონერ პარტიას აძლევდა ხმას, ან საერთოდ იყო რომელიმე ოპოზიციონერ პარტიაში, თუ ოპოზიციურ სხვადასხვა ჯგუფებში და ესეთ პარტიები არის ბევრი. ყავს და მე ვიცი რომ ყავს. 7 ორგანიზებული ღირსეული პატრიოტები პროფესიონალები ამ ქვეყნის. მე მიმაჩნია რომ მათთვის თავრობაში შეიძლება გავხსნათ ადგილი რომ მოვიდნენ და შემიძლია სხვადასხვა დონეზე აღმასრულებელი ხელისუფლების იგივე გავაკეთო. იმიტომ კი არა რომ ვიღაცის გული მოვიქო. ვინც მიდის ეს არ გაკეთდება. საინტერესო განცხადება. ეს არ გაკეთდება არასოდეს მუქარით და დაწოლის ქვეშ. ეს არ გამორიცხულია, ეხლა მე არა ვარ ის კაცი, ჩვენ ხო დავანახეთ ყველას რომ არ გვეშინია არ ზეწოლის არც მუქარის წავით ამ არჩევნებზე, არჩევნები დამთავრებულია და ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ბევრად უფრო რადიკალურები რაღაცის, მაგრამ მიმაჩნია დღეს რადიკალურები კი არ უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ ნაკლებად რადიკალურები და ბევრად უფრო გაფართოებული წრე უნდა შევქმნათ. ანუ ბატონო მიხეილ, დამიკონკრეტეთ, როდესაც ამას ამბობთ, რას ნიშნავს, რომ ოპოზიცია შესთავაზებთ რაიმე ადგილებს მე მიმაჩნია რომ მთავრობა ზოგადად უნდა იყოს ბევრად უფრო ყოვლის მომცველი. მთავრობა უნდა იყოს ბევრად უფრო ქმედითი. ამ მთავრობის თავარი ლოზუნგი არის საქართველოს სიღარიბის გარეშე და საქართველოს გაერთიანება. საქართველოს სიღარიბის გარეშე. ეს არ არის ლოზუნგი ჩემი საარჩევნო. ეს არის ჩემი შემდგომი ვადის თავარი არსი. მე შემდგომი ვადა მაქვს იმისათვის, რომ ვიყო მთელი საქართველოს პრეზიდენტი და არა ერთი პარტიის წარმომადგენელი და ერთი ჯგუფის წარმომადგენელი. ეს არის მე უკვე მესამე ვად აღარ მექნება. ჩემპიონი ვარ ამბობთ ნაციონალურ მოძრაობაზე. არა, ეხლა აბსოლუტურად რა თქმა უნდა მე არ ვამბობ ჩემ თანამებრძოლებზე უარს, მაგრამ მე მიმაჩნია რომ მეორე ვადად არჩეული პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა ზრუნავდეს იმას რომ მის შემდეგ დარჩეს ისეთ საქართველოს სადაც ქვეყანა დაიყო პარტიებად ძირითად საკითხებში და სადაც იქნება ბევრად უფრო კონსენსუსი უმეტეს საკითხებს. ეს არის ჩემი თავარი გამოწვევა რომ შემდგომი შეიქმნას ისეთი პოლიტიკური კლასი რომელიც ვინც არ უნდა მოვიდეს ჩემ შემდეგ ის ქვეყანას აღარ დაანგრევს. სამწუხაროდ საქართველოს მართლა ძალიან კარგად თქვა ეროვნული დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელმა სპირიდონ კედიას ქალიშვილმა არ მახსოვს სახელი, მაგრამ კედია ისიც ხომ
პარიზიდან მე გულზე მოხვდა რომ საქართველოს ჯერ კიდია ბაწარზეო და ეს ბაწარი ხელში უჭერავს სააკაშვილს. ეს არის ყველაზე ცუდ ნაკლებად ეს მინდა მე რომ ეს ასე იყოს. იმიტომ რომ სააკაშვილს არ უნდა ეწიროს ეს უნდა ეჭიროს სახელმწიფოს. და ამიტომ უნდა შევქრა ჩვენ ისეთი კონსენსუსი რომ ვინც არ უნდა მოვიდეს. ვინც არ უნდა ხა ვიღაცები არ უნდა მოვიდნენ ვიღაცები რაც არ უნდა მოსულიყო მაგრამ სწორედ არ იყოს ისეთი სიტუაცია რომ ალტერნატივა იყოს ისეთი რომ ქვეყანამ ძირითადად საერთოდ ამოვაგდოს ყველაფრიდან დაანგრიოს და მოსპოს. ამიტომ გვინდა ჩვენ ბევრად უფრო ფართო გაფართოება წრეში. შესთავაზებთ ანუ ოპოზიცია. მე მიმაჩნია რომ ვის კონკრეტულად? არა მე მიმაჩნია რომ ეს არ არის პარტიებს შორის გარიგების თემა. მე მიმაჩნია უბრალოდ ადამიანები ღირსეული ვინც არიან სხვადასხვა პარტიებში, სხვადასხვა ჯგუფებში ან აქტიურად უჭერდნენ მხარს სხვადასხვა ჯგუფებს. ჩვენ უნდა გადავხედოთ ამ ხალხის რაოდენობას პროფესიონალ თვისებებს, არა მათ შეხედულებებს და ვინც იზიარებს ამ პლატფორმას საქართველოს სიღარიბის გარეშე. ვინც იზიარებს ჩვენ პლატფორმას ხალხის დასაქმების, ვინც იზიარებს თავარ იდეას ჩვენ საქართველოს შვიდობიანი გაერთიანების ძალადობის გარეშე, იმიტომ რომ ყველაზე უარესი რაც შეიძლება საქართველოში მოხდეს არის ძალადობის ახალი ტალღის ესკალაცია. ჩვენ ყველა ამ ადამიანს უნდა მიცეთ საშუალება რომ საქართველოს ემსახუროს მიუხედავად იმისა ეს იქნება უბრალოდ რომელიმე პარტიის წარმომადგენელი თუ არა ჩვენ ახლა წითლებად და თეთრებად მეკითხარით ადრე და ახლა მივიმეორებ საქართველოს აღარ დავყოფთ. წითლება იმდენად ცოტანი ვართ ჩვენ. იმდენად პატარაერი ვართ თუ ჩვენ ვართ დაუმარცხებელი მაშინ როცა ვართ ერთად და ერთად ძირითად საკითხებს და ბუკვალურადაც ერთად და გადატანითი მნიშვნელობითაც ერთად ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად კონსენსუსი და მონახოთ ძირითად საკითხებზე. ერთი კითხვა მინდა თუ შეიძლება დაგისვათ, აი, როდესაც თქვენ ამ თემაზე საუბრობთ, ახლა უცბად გამახსენდა ის კადრი სამებაში, თქვათ შობის ღამეს, როგორ ჩამოართვით ხელი იგივე ლევან გაჩეჩილაძეს, მის მეუღლეს როგორ მიესალმეთ. ანუ შესაძლებელია თუ არა ეს შეთავაზება მოხდეს იგივე ერთიანი ოპოზიციის მიმართ, იგივე ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკური ბანაკი მაქვს მხედველობაში, შესაძლებელია თუ არა ეს იყოს დათო გამყრელიძის და მრეწველების ალიანსი ან შალვა ნათელაშვილი. ვისთან წარმოუდგენია ეს შეთავაზება და თანამშრომლობა მიხეილ სააკაშვილის და თუ დაგთანხმდებიან როგორ ფიქრობთ? მე მინდა ჯერ თქვა რომ ეს არ ამგონია რომ პარტიების შორის გარიგების რაღაც თემა უნდა იყოს. მე უბრალოდ მიმაჩნია რომ ინდივიდუალურად ყველა ადამიანს უნდა ველაპარაკოთ მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. და ყველა ახლა რა თქმა უნდა ქართველებმა ყოველთვის უნდა გაუწოდოთ ერთმანეთს ხელი. გარდა ყველას, გარდა ხალხის ქვეყნის მტრების. ახლა ქვეყნის მტრები ჩვენ ქვეყნის შიგნით არ აყვავს. მე არაერთხელ გამიმეორებია რომ მე საქართველოს შიგნით მტრები არ ამყავს და მართლაც საქართველოს შიგნით ჩვენ მტრები არ აყვავს. საქართველოს ხავს უცხოეში ელემენტები რომელიც შეიძლება დაფიქსირდეს როგორც საქართველოს მტრები, მაგრამ საქართველოს შიგნით საქართველოს მტრები არ არსებობენ. უფრო მეტიც ქართველები ვინც არიან ქვეყნის გარეთ მე ძალიან ვამაყობ რომ ჩვენი ემიგრაციის აი ხარ რაც დაითვალეს 70%-ზე მეტად მე მომცა ხმა. ეს რას ნიშნავს? ეს არის ის ხალხი, ვინც გაჭიროება მაიძულა ჩვენი ქვეყანა წასულიყო და მე ბევრი მათგანისგან გამიქია, აი ბოლო 4 წელიწადში ჩვენ დავიბრუნოთ ქვეყანა. და ეხლა ჩვენი ამოცანა აი ეს ხალხი დავიბრუნოთ უკან. ძალიან ვამაყობ მე ამ ხალხით, იმიტომ რომ ეს არის ადამიანები, ძალიან ნიჭიერები არიან, მაგრამ თავის და ეხლა შეიძლება ბევრი მათგანი გვიწმენდა, თავის ნიჭს ახმარს, თავის საუკეთესო გამოცდილებას ახმარს სხვა ქვეყნებს. ჩვენ ეს ხალხი ჭირდება საქართველოს, ჩვენ მათში უნდა ვიპოვოთ ასევე შემდგომი ხელისუფლების დაკომპლექტების წყარო, უნდა ვიპოვოთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში, კარგად გადავხედოთ, გარდა მაგის უნდა რა თქმა უნდა ეს არ არის პარტიული გარიგების თემა, მაგრამ უნდა გავუწიოთ ანგარიში იმას, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებს. იმის გამოც რომ ჩვენ მოგცა წინააღმდეგი, მოდი ახლა ესეც გულზე ხელის დადებით თქვა და იყო ესეთი იმის გამოც რომ ოღონდ არა მიხეილ სააკაშვილი და იყოს ვინმე სხვა. იმის გამოც რომ ვიღაცები შეიძლება იქ მოწონოთ. ამიტომ ყველა ამ ადამიანთან ჩვენ ყოველგვარი ზედმეტი ემოციების გარეშე უნდა მოვნახოთ რაღაც საერთო შეხების წერტილები. ჩვენ კიდევ ერთხელ მე რომ საქართველოს სიღარიბის გარეშე ეს არის ჩვენი პლატფორმა. მე ამ ახლა გამოცანა. შემდეგი 50 დღე, შემდეგი უბრალოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩანთავრდეს ახლა ჯერ საარჩევნო კომისიამ დაითვალოს არჩევნებში. ელოდებით რომ შედეგებში შეიძლება იყოს რაიმე ცვლილება, ბატონო. ჩვენ რაც ველოდებით და ცოტათ შეიძლება გაიზარდოს. იმიტომ რომ ახლა ითვლება ეს სწორედ უბრალოდ ახლა გამოცხადების ეს რთული მექანიზმი მე დიდი ხანი მიხსნით ამ დღეების განმავლობაში, მაგრამ როგორც ახლა მიდის ტენდენცია ცოტათ შეიძლება 9% კიდე მოიმატოს ჩვენმა პროცენტმა. მაგრამ ახლა ეს პრინციპული აღარ არის, ხო, ძირითადად ტენდენცია დაფიქსირებული. თავარი არსი არის 9% ეს არის. თავარი არსი ეს სხვაში, რომ ჩვენ ეხლა უნდა დავსხეთ ყველანი მე და არა ჩემ მხოლოდ ჩემ პარტიული მეგობრები, არამედ მე მინდა სერიოზული სპეციალისტები მოვიწვიო და გავაკეთოთ 50-იანი დღიანი გეგმა ჩვენი საარჩევნო დაპირებების შესრულების. რა იყო ჩვენი საარჩევნო დაპირებები? საქართველოს სიღარიბის გარეშე ზოგადი რაღაცა, კონკრეტულად სამუშაო ადგილების შექმნა. ეს კი არა რომ ამბობდა ერთ-ერთი კანდიდატი ამ შემთხვევაში
ყოფილი კეთილი ბაბუა რომ მე ყველა უმუშევარს მიცემ ჩემი ჯი ეს ტყუილი იყო რა თქმა უნდა ტყუილი იყო რატომ იყო ტყუილი თუ კი მას ჰქონდა ფინანსების აიმისოთ რომ მიეცა ადამიანებისთვის თავის ცხოვრებაში ამ კაცს არავისთვის არაფერი ისე არ მიუცია და რაღაცა მაგრამ მან უფრო მეტი ხმა მიიღო ვიდრე ვთქვათ უფრო ხანგრძლივი პოლიტიკური ბიოგრაფიის სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა მოდი ვთქვათ რომ ეს იყო ერთ-ერთი ნეგატიური ასპექტი ამ კამპანიის იმიტომ რომ ეს იყო თავიდან ბოლომდე სიცრუე თავიდან ბოლომდე უსირცხვილო სიცრუე და გარდა მაგისა ხა ამ კაცის ყველა მიცეს ვინ რა მაგრამ ესეც სიმპტომია უკიდურეს გაჭირვების რომ ასეთ ადამიანს შეიძლება ხმა მიცე მაგრამ ის კი არა რომ შენ უმუშევარს მიცე უმუშევარს რა თქმა უნდა მიცე დახმარება მაგრამ უმუშევრობის გადალახვის გზა არის დახმარების მიცემა არამედ სამუშაო ადგილების შექმნა რაც მე სამუშაო ადგილს შევქმნით მით უფრო ნაკლები უმუშევარი იქნება და მით უფრო მეტ დახმარებას მივცემთ იმას ვინ დარჩება და მით მეტი პენსია იქნება ესე იგი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა 100 ახალი სოფლის მეურნეობის საწარმო მინიმუმ 100 ეს არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა ფოთში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩემთვის და ეხლა არაფერი აღარ შეუშლის ხელს ეხლა ამ ინვესტიციების მოზიდვას და განხორციელებას ამიტომაც იყო ეს არჩევნები მნიშვნელოვანი ეს არის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა ეს არის მაგრამ მარტივი რაღაცა თქვენ წინა გადაცემაში დამეშვით კითხვა და გითხარით თქვენ ამ თქვით რომ აი გზები ხო ადამიანების არ იქნება მე ვიყავი ბაღდადში ამ არჩევნების დროს იქ იყო ესეთი რაღაც არის ბევრი სათბურები ხო და ამ სათბურებიდან ნუ ადრე რუსეთში გაქონდათ ესე მაგრამ ეხლა ევროპულ ბაზარზე ასე თუ ისე ჩვენი დახმარებითაც გადიან მაგრამ იმისათვის რომ კარგად იმუშაოს ამ სათბურები გარდა იმისა რომ გაზი უნდა შეიყვანო ყველგან გარდა იმისა რომ გაზი უნდა შეიყვანო ყველგან ტრაილერებით უნდა გამოიტანო და ტრაილერი ვერ გამოდის თუ გზას არ ააშენებ. ესე გზას ააშენებ, ესე ტრაილერებით გამოდის. მე რატო ყველაფერს ამ ყველაფერს რომ ყველაფერი დაკავშირებულია. ჩვენ უნდა გაზი შევიყვანოთ ყველა სოფელში. ტრაქტორები შეგვყავს უკვე ყველა სოფელში და ყველა სოფელს უნდა მივცეთ ახლა გაზაფხულზე იაფი საწვავი რომ ადამიანებმა დაამუშავონ მიწა. ყველგან მე მიმაჩნია რომ საუბრობამ უნდა დაარიგოს იაფი უნდა დაარიგოს უფასოდ სასუქი. მე მიმაჩნია რომ დიდი შეცდომა იყო საქართველოს მთავრობის. აი ხა შემინდა ნათლად თქვა რომ თველზე არ მიცეთ 15-20 მილიონი დამატებით სუბსიდია ხალხს რომ 5 თეთრით მაინც გაზრდილიყო ყურძნის შემოსე ყურძნის ფასი და მე რადაც არ უნდა დამიჯდეს ვიპოვე ამ ფულს წელს რომ იმისათვის რომ მე ვენახეებს გაიზარდოს ყურძნის ფასი ეს იყო შეცდომა იმ ხალხის ვისაც ეგონა რომ მარტო ბაზრებზე მუშაობით და მარტო რეკლამირებით ამ ჩვენი ყურძით კი გავიდოეთ ფონს რა თქმა უნდა თენი მოსავალი გაიყიდა ეს კალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მაგრამ მე ვენახებს რომ ესაც შეუვიდა ნაკლები შემოსავალი ნაკლები სტიმული აქვს რომ შემდგომ ყურძენი ქონდეს ასე რომ მე მიმაჩნია რომ ბევრი საკითხი ნათლად გამოჩნდა და მე ვაპირებ აი ამ პლატფორმას ვინც გაიზიარებს ყველა სფეროში მოვიწვიოთ სპეციალისტი მე ძალიან შეგითავაზებიათ ვინმესთვის ოპოზიციური პარტიებიდან ვიდრე მე რეკლამაზე გავა ეს კითხვა მინდა რომ დაგისვათ თუ ყოფილა თქვა თქვენი მხრიდან შეთავაზება რომელიმე ოპოზიციური პარტიისა რომელიმე პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენელთა მიმართ რომ ისინი წამოვიდნენ ამ თანამშრომლობაზე და რამდენად არის მოსალოდნელი რომ რომელიმე მათგანი წამოვა იგივე სამუშაო თქვენს მთავრობაში და ასე შემდეგ. ნუ ეხლა ჯერეთი მინდა ვთქვა რომ ჩათვალეთ რომ აი ხა ეს თქვი პირველად დღეს თქვენ. საინტერესო. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ მე კიდევ ერთხელ მივხვდი ეს არ არის პარტიული მოლაპარაკებების და რაღაცა ფორმალური კოალიციების საკითხი. ბევრი ღირსეული ადამიანია საქართველოში. მათ შორის ის ადამიანები ტელევიზორში გამოდიოდნენ და გვაკრიტიკებთ. მათ შორის არიან კარგი პროფესიონალებიც. ჩვენ ამ ადამიანებთან ვილაპარაკებთ. ჩვენ ამ ადამიანებს და მათ შორის არის ბევრი საქართველოს პატრიოტი. ჩვენ ამ ადამიანებს შევხვდებით. ჩვენ ჯერეთი ამ ადამიანებთან ერთად კიდევ ერთხელ მე ბევრი მათგანს მოვიწვევ ამ წინასწარ სამუშაო ჯგუფში რომ 50 დღიანი პროგრამა გავაკეთოთ საკანონმდებლო ცვლილებების საბიუჯეტო ცვლილებების იმისათვის რომ ჩვენი საარჩევნო დაპირებები შესრულდეს იმიტომ რომ ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის დაპირება ეს არის ის რაც ხალხს თუმცა თავის დროზე სწორედ ნაციონალური მოძრაობის ნიშნით მიიღეს ადამიანებმა თანამდებობა, ანუ ვისაც ჰქონდა წვლილი შეტანილი ამ ვარდების რევოლუციაში და არ ჩათვალოთ რომ ჩვენ ახლა ნაციონალური მოძრაობის ნიშნით ახლა დავაკარგებთ ხალხს თანამდებობას. მე უბრალოდ პარტიული ნიშნით ჩემ მეორე ვადაში ხოლოდ პარტიული ნიშნით ხალხი თანამდებობაზე არ დაინიშნება. ეს არის ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მე მინდა დავტოვო ჩემს შემდეგ არა პარტიული საქართველო, არამედ დემოკრატიული წარმატებული საქართველო. ეს ერთი. და აქედან გამომდინარე ჩვენ რა თქმა უნდა მიმართულებით ძალიან ბევრს ვიმუშავებთ და მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. ეს იყო რეკლამამდე, რეკლამის შემდეგ ჩვენ კვლავ უნდა განვაგრძოთ საუბარი თქვენ საომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ალბათ ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამაზე უკვე ხვალიდან გააკეთებენ კომენტარს, ვინ როგორ მიიღებს თქვა თქვენს შეთავაზებას და მე ვაცხადებ ეთერში რეკლამას, თუმცა რეკლამამდე ისეთ ცოტა ოდნავ სახალისო ნოტაზე რომ გავიდეთ. მიშა მოვდივარო სულ რომ ისმის ოპოზიციის მხრიდან აი ეს ფრაზა. ლევან გაჩეჩილაძეს ეკუთვნის, მან იცისო, რასაც ნიშნავსო, რას ნიშნავს მითხარი?
მე ქართული მესმის და მოვდივარ, ნიშნავს რომ მოვდივარ და მოვიდენ. რა პრობლემაა? მე ყოველთვის სიამოვნებით შევხვდები ყველას. ეს წინა იმაზე გითხრეს, არ გვეშინია, უთხარით, ნუ გეშინიათ და კიდევ ერთხელ მე ნუ გეშინიათ, არანაირი პრობლემა არ არის. გამარჯვებული სააკაშვილი არავისთვის არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს და ეს არ არის ის რითაც ლამის საკუთარ ბავშვებს აშინებდა ზოგიერთი პოლიტიკური ძალა. და მეორე, ხო ვისაც მოსვლა და მოვიდენ, რა პრობლემა. მაგრამ რაც შეეხება სად უნდა მოვიდენ, ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი და ქართულმა ხალხმა თქვა ეს არჩევნებზე ძალიან ნათლად გამჭირვალე და ძალიან მტკიცე. ორი დღის წინ თავისუფლებაზე გამოვიდნენ მირცხულავა, მოლაშვილი, არის თუ არა მოსალოდნელი რომ გაგრძელდეს ეს განთავისუფლებები და რას გულისხმობდით რომ დაჭერების პოლიტიკა არის გადასახედი, იმას ხომ არა რომ უეცრად აღმოაჩინეთ რომ შესაძლებელია მეტის მეტი მოგივიდათ. ჯერეთი მინდა ვთქვა როგორც ლირიკა გადახურა ექს-პრეზიდენტ ტერმინი ეს არის მოგონილი არა მაშინ ექს-პრეზიდენტი უკვე იყავით იმიტომ რომ ტერმინია გამსახურდეს მერტ ყველგან ცივილიზებულ ქვეყანაში ერთხელ პრეზიდენტი არის პრეზიდენტი ყარავინ არ აქვს პრეზიდენტი ექს-პრეზიდენტი რეიგანი ექს-პრეზიდენტი ფორდი ექს-პრეზიდენტი კლინტონი ეს არის პრეზიდენტი კლინტონი და მე სხვა შორს ყოველთვის ასე ვამბობ პრეზიდენტი შევარდნაძე პრეზიდენტი გამსახურდი ეს იყო ეს რომ ეს აღარ არის პრეზიდენტი ასე რომ ეს უკვე შემიძლია თქვა არჩევნების შემდეგ ეს არ მწყის უბრალოდ რომ დამკვიდროს სწორად პრეზიდენტი ერთხელ არის პრეზიდენტი თერიდანჩენ ცხოვრება ეს ერთი. მეორე ეს მოხსენები, იმიტომ რომ ეს არის ინსტიტუტებისადმი პატივისცემა და არა კონკრეტული ადამიანებს შეიძლება ძალიან უღირსიც იყოს ადამიანი, მაგრამ ესე არის, როცა ერთხელ აირჩევენ მას. რაც შეეხება კონკრეტულ სიტუაციას, ახლა ჯერეთი მინდა მე ამ შემთხვევაში არ ლაპარაკობდი ბათიაშვილს, ლაპარაკობდი ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე ერთ-ერთი დიდი მიღწევა ჩვენ იყო, რომ კანონიერი ქურდები ჩვენ საქართველოს მოვაშორეთ. სხვა შორის უნდა ითქვას, რომ ახლა ბოლო არჩევნებზე გაკვირვებული იყვნენ ჩვენი აქტივისტები, ბევრი კანონიერი ქურდის, ცოლი, შვილი, ნაცა, ქუთაისში იდგა რიგებში, პირველად მივიდნენ არჩევნებზე. ისე იყვნენ გამწარებულები, რომ არჩევნებზე მივიდნენ, არჩევნები ირთვებოდა დიდ ცოდვად ქურდისთვის, როგორ შეიძლება ქურდის ოჯახი მონაწილეობს არჩევნებში და მათთვისაც ეს იყო პოლიტიკური გამოწვევა. და ისწავლა კრიმინალურ სამყარო ტარიელონიანი ძალიან მაგრა აქტიურობდა მოსკოვიდან ეს ვიცით ზუსტად ამარჩევნებზე მაგრამ ოპოზიცია რომ ამბობდა რომ წინა არჩევნებზე ტარიელონიანი აფინანსებდა მიხეილ სააკაშვილს იყო ესეთი ბრალდება თქვენ ჩემზე კარგად ჩვენივრად თქვა ეს კონსტანტინე გამსახურდება თუ გინდა ადამიანს მაგრამ ცირის შეურაცხყოფა მიიღება ზუსტად ის უნდა დააბარო ის წინააღმდეგაც ის იბრძვის ეხლა ეს მეთოდი კარგად არის ცნობილი. ებრძვის კანონიერ ქურდებს, ქურდებთან არის შეკრული. აკეთებს ამას ეს პირიქით უნდა და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ ეს ხა ეს გვერდზე ელემენტი. კანონიერ ქურდები როცა აღარ არის, როცა ციხიდან ვაზვრატები ეგრეთ წოდებული მანქანების აღარ ხდება. წვრილმან ისინი ხელმძღვანელობენ წვრილფეხად დანაშაულს ქუჩაში. ბევრი ეს ადამიანი გზააბნეული მოხვდა ამ დანაშაულში იმის გამო რომ სხვა გამოსავალი არ ქონდა უმუშევრობა გაჭირვება და იყო ეს კანონიერი ქურდის ინსტიტუტი რომელიც ხელმძღვანელობდა ამათ და უკეთებდა ორგანიზებას თუ კანონიერი ქურდი არ არის ბევრი მათგანი საფრთხეს აღარ წარმოადგენს ამიტომ რა თქმა უნდა მე მიმაჩნია რომ ის 2000 კაცი რო გავშვი ძირითადში იყო სწორი რამდენი მათგანმა ისიც მინდა გითხრა რომ ჩაიდინა ხელახლა დანაშაული ეს პირველად ჩემს იყო ძალიან მტკივნეული მაგრამ უმეტესობა აი ხა მაშინ გავშვი 2 თვის წინ და პრინციპში მოშორდა კიდე კაი ამ რაც ჩვენ ვიცით დამნაშავედ სამყაროს. ამიტომ ამ ხრივ ხა არის მაგალითად 8000-მდე ნარკოტიკების მომხმარებელია დაჭერილი საქართველოში. თუ ნარკოტიკების მომხმარებელი ერთდროულად არ არის დაკავებული ნარკოტიკების გაყიდვით. ნარკოტიკების მომხმარება პრინციპში არის ავადმყოფობა და არა სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ აქ უნდა ვიყოთ ბევრად უფრო ფრთხილები, ბევრად უფრო მოქნილები, ბევრად უფრო ფაქიზად უნდა მივიღეთ ამ ყველაფერს, თუმცა რა თქმა უნდა, ნარკომანია თუ არ მოაშორეთ საქართველოს, ჩვენს მომავალი არ აქვს. ჩვენ გვექნება ბევრად უფრო მიზანმიმართული პოლიტიკა, მაგრამ თავარი რეცეპტი ამ ყველაფერს არის დასაქმება და კიდევ ერთხელ დასაქმება. ახალი სამუშაოები კიდევ გადამზადება ამ ხალხის, ახალგაზრდობისთვის პერსპექტივის გახსნა, ახალი გადამზადების ცენტრები. ეს დასაქმების პროგრამა, რომელიც გაგრძელდება და აუცილებლად გაგრძელდება, ხო იძახოდე მარტო არჩევნების გაკეთება. ახლა დამთავრდა არჩევნები და გავაგრძელებთ ამ დასაქმების პროგრამას. ბევრად უფრო დიდი მასშტაბით. გადამზადების ცენტრები აუცილებლად უნდა გაკეთდეს. აუცილებლად უნდა გაკეთდეს კიდე ბიზნესთან მიმუშავებთ, რომ კიდე იქნებ რაღაც შესთავაზოს სტიმულები იმისაც, რომ ხალხმა ისწავლოს. იმიტომ რომ ჩვენ ადამიანს თუ მივეცით პერსპექტივა და ალტერნატივა, ის კრიმინალში და ციხეში აღარ მოხდება. ანუ აქ არ იყოს საუბარი ვთქვათ პოლიტიკური მიმართულებით და ზე ირაკლი ბათიაშვილზე იმიტომ დავსვი ეს შეკითხვა რომ უბრალოდ მე არ ვფიქრობ რომ ირაკლი ბათიაშვილი იყო პოლიტიკურ ნიშნით დაჭერილი საქართველოს პოლიტიკურ ნიშნით დაჭერილი არავინ არ ყოფილა კვიციანი. აი იყო საქართველოს წინააღმდეგ ამბოხის ავტორი, რომელმაც კინაღამ დაგვაკარგია კონტროლი ბოლო დარჩენილ წერტილზე აფხაზეთში, ზემო აფხაზეთში, რომელიც არის ჩვენთვის სტრატეგიული პლაცდარმი. მაგრამ მე მიმაჩნია რომ ირაკლი ბათიაშვილი საფრთხეს საზოგადოების ამ ეტაპზე მაშინ ეკრა ზემო აფხაზეთში დაუმკვიდრეთ ჩვენ კონტროლი, აღვადგინეთ, ავაშენეთ, გავაძლიერეთ
აღარ წარმოადგენს და არც მისი ციხეში ყოფნა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს. ეს არის და ეს. კარგით, პასუხი გასაგებია, ანუ შესაძლებელია ველოდოთ იმას, რომ ირაკლი ბათიაშვილიც განთავისუფლდეს. ხო, შესაძლებელია, მაგრამ პირველი რასაც მოვაწერ ხელს თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და იქნება მისი იქიდან განთავისუფლება. ინაუგურაციისთვის? ნუ რა ხსნელია პირველი ხა ეს არის მთავარი საკითხი, თავარი ჩვენ რასაც უნდა გავაკეთოთ, არის ჩვენი დაპირებები შევასრულოთ. ეს რადგან იყო ვინმეს განხილვის თემა საერთოდ არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საფრთხეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ვინმემ რომ საზოგადოება ისევ საქართველოს ხელისუფლების დამხობა მოინდომას და მით უმეტეს ტერიტორიების ჩამოშორება, ის ამაზე არ აგებს პასუხს. ეხლა 100 საფრთხეს ამოაფხაზთა მიმართებაში არ არსებობს. პრინციპში ეს ადამიანი იყო საკმარისი თუ რომ საბადიმროში და არ არის საჭირო ხა ამაზე ბევრი ლაპარაკი. მე მიმაჩნია სამართლებრივი პროცესი სწორი იყო, სამართლებრივი პროცესში ჩარევის უფლება პრეზიდენტს კი არავის არ აქვს ამ ქვეყანაში, ეს არის სასამართლო გაწყვეტილება, მაგრამ პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება და მიმაჩნია რომ პრეზიდენტმა ბევრად უფრო გულუხვად უნდა გამოიყენოს ასეთ და სხვა შემთხვევებში შეწყალების უფლება. მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ამ არჩევნებზე გარდა იმისა რომ თქვათ ქვეყანა ირჩევდა პრეზიდენტს უნდა გადაწყვეტილიყო საპარლამენტო არჩევნების საკითხი. შეიძლება თუ არა ითქვას რომ პარლამენტის არჩევნები დაინიშნება მარტში როგორც უკვე თითქმის ღიად საუბრობენ და ერთი ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ. აი დღევანდელი შედეგების მიხედვით ის პროცენტები რაც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა. თქვენ შეგიძლიათ თუ არა თქვათ რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს შანსი გაიმარჯოს. როდესაც იყო სააკაშვილი 96%-ით არჩეული პრეზიდენტი, მაშინ კითხვის ნიშანი ვთქვათ მის პარტიასთან დაკავშირებით არ იყო. დღეს როდესაც თქვენი პროცენტი ვთქვათ არის 53-მდე. როგორ ფიქრობთ, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ექნება თუ არა პარლამენტის არჩევნებში გამარჯვების შანსი ნაციონალურ მოძრაობას. როდესაც ამბობ ნაციონალურ მოძრაობას, მე აღარ გავიმეორებ იმ შეკითხვებს, რომელიც მანამდე მაქვს დასმული თქვენთვის არჩევნებამდე, მაგრამ ადამიანებს ავტომატურად ახსენდებათ ის სახეები, ვის მიმართაც არც თუ ისე მცირე აგრესია იყო. აქვს თუ არა თქვენს მოძრაობას გამარჯვების შანსი? ჯერ ერთი თუ შეამჩნიათ, მე არცად არ მომიწოდებია, რომ არჩევნები როდის უნდა ყოფილიყო ჩატარებული, უფრო სწორად მე ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვართ არჩევნების ჩასატარებლად, გაზაფხულზე შემოდგომას, იმიტომ რომ თავიდან როცა ჩვენ ვარაუდობთ, რომ საპრეზიდენტო საპარლამენტო არჩევნები ერთად უნდა ჩატარებულიყო, ეს უკვე შეიცვალა. და ამის შემდეგ საპარლამენტო არჩევნების ადრე ჩატარება ჩვენ ინტერესებში შედიოდა და ამიტომ მე მთლიანად მივესალმები ამ პლებისციტის შედეგებს, მაგრამ სპეციალურად არ მოუწოდე მაინდა-მაინც ხმამაღლა არავის წინასწარ, იმიტომ რომ ეს ხალხმა უნდა მიიღოს ეს გაწყვეტილება. დაახლოებით იმ პირობებში როცა ჩვენ არ მოგვიწოდებია ხალხსგან ვიცოდით და ჩვენ პრინციპში ჩვენ აქტივისტებსაც ამას ვეუბნებოდით, რომ გვინდა ადრეული არჩევნები, მაგრამ არასოდეს ეს არ ყოფილა ჩვენი კამპანიის თემა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოს საზოგადოების ხმამაღალი სათქმელი იყო ეს ყველაფერი. ეს ერთი. 7 ნოემბრის თემა მოყვა სწორედ უпростоრედ ნოემბრის აქციების თემაც ეს იყო. მერე ითქვა კიდეც რომ თუ კი ვთქვათ არჩევნები უნდა დანიშნულიყო გაზაფხულზე, რატომ არ მოხდა ეს თავის დროზე და რა საჭირო იყო ის? ჩვენ ვარაუდობთ საპრეზიდენტო საპარლამენტო არჩევნებს ერთად და აღმოჩნდა რომ საპრეზიდენტო არჩევნები რა ხან უკვე გადმოვიტანდა, ამას პრინციპული ჩემთვის მნიშვნელობა უკვე არ ჰქონდა ეს ერთი. მეორე რაც შეეხება, როდის უნდა ჩატარდეს, ეს არის კონსულტაციების თემა, მარტამდე შეიძლება ვერ მოესწრო, შეიძლება აპრილში იყოს, შეიძლება მაისში იყოს, მაგრამ ჩემი ამოცანა უახლოეს პერიოდში არის არა ის არჩევნების საარჩევნო კამპანია, საარჩევნო კამპანია ჩვენთვის დამთავრდა, ჩვენთვის ახლა არის საარჩევნო დაპირებების შესრულების კამპანია და თემა. ეს არის თავი. მე არ ვაპირებ ახლა ერთი დამატებითი დღე დავხარჯო, სანამ უშუალოდ ძალიან არ მივახლოვდებით არჩევნებს საარჩევნო კამპანიაზე. ჩვენი ამოცანა დღეს შევადგინოთ 50 დღიანი გეგმა ამ პარლამენტში უკვე საკანონმდებლო ცვლილებების, საბიუჯეტო ცვლილებების, კონკრეტული დასაქმების პროგრამა, კონკრეტული სოფლის ახმარების პროგრამა, გაზიფიკაცია, გზები. გაიხსენეთ რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ? გაზი ყველა სოფელს, გზა ყველა სოფელს, ტრაქტორი ყველა სოფელს, ამბულატორია ყველა სოფელს, სოფლის ექიმი, აგრონომი ყველა სოფელს შემიძლია დავამატო. ქალაქებში დასაქმების ცენტრები გადამზადების უმუშევრობასთან ბრძოლა, უამრავი სხვა საკითხი, ყველა ასაკის ადამიანების, საშუალო ასაკის ადამიანების, იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით რომ მარტო ახალგაზრდები და არა თქვათ პენსიონერები, საშუალო ასაკის ადამიანი, რომელიც პენსიის ასაკამდე არ არის ჯერ მისულდა, პრაქტიკულად ამოვარდინია ყველაფრიდან. ამ ხალხისათვის დახმარება. აი ეს არის ჩვენი საარჩევნო ჩვენი პროგრამა რეალურად გაკეთება. მე არ ვაპირებ რომ ვაწარმოო შემდეგი თვეები ახალი საარჩევნო კამპანია. თუ რა თქმა უნდა CSKO ყველაფერი დათვალა და დაამთავრა. ან თქვენ არ იქნებით ლოკომოტივი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო კამპანიის? რა თქმა უნდა, მე როცა იქნება საპარლამენტო არჩევნები, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენი კურსის ხარდაჭერა პარლამენტში გავიდეს, მაგრამ ასევე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ისეთი მოდელი შექმნა თანამშრომლობის სხვადასხვა პარტიებთან, რომ მაქსიმალური კონსენსუსი იყოს ძირითად საკითხებზე. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოში არ მოხდეს არასდროს პარლამენტში ისეთი პოლარიზაცია, რომელიც დაბლოკავს თავად ქვეყნისთვის ძირითად საკითხებს. ჩვენ ამ ხრივ
რა თქმა უნდა, ყოველთვის იდეალურად არ გვიმუშავია. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიტიური პროგრამა, ჩვენ უნდა საქართველოს მოაშოროთ სიღარიბე და ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ქვეყანა. ამისთვის პარლამენტის გარეშე პრეზიდენტს გაუჭირდება მუშაობა, მეორე მხრივ პარლამენტში თუ არ არის კონსენსუსი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის პარლამენტსაც გაუჭირდება მუშაობა. მე სხვა შორის მახსოვს ნაკლებად პოლარიზებული პარლამენტები, მე როცა პირველად გავხდი პარლამენტარი, მაშინ მეორე ჯგუფი იყო ეროვნული დემოკრატიული პარტია. ისეთი კი არა დღეს რო იყო, უფრო ბევრად ფართო. მაშინ ვანო ხუხუნაიშვილი იყო იქ, მაშინ რომ ჩვენთან არის თენგი შარმანიშვილი. იცით რა კარგად მუშაობთ? რამდენი კანონი გავიტანეთ ერთად? აი ყველა დეტალზე მუშაობთ, სასამართლო რეფორმაზე ერთად მუშაობთ და სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა ეხა იქნება ერთ-ერთი თავარი თემა. მედიის თავისუფლების შემდგომი უზრუნველყოფა იქნება თავარი თემა. იქნება თემები დაკავშირებული ბიზნესის თავისუფლების შემდგომ უზრუნველყოფასთან და მე აი ნოსტალგიით ვიხსენებ ჩემ პირველ საპარლამენტო ვადას. მე და შარმანაშვილი იყო ჩემი მოადგილე კომიტეტის თავმჯდომარე იყო იურიდიულის. ჩვენ შორის პრაქტიკულად ყველა ძირითად საკითხი იყო თანხმობა. იქ რა თქმა უნდა ვაფიქსირებთ ხოლმე განსხვავებებს, მაგრამ ყველა რეფორმისტულ საკითხზე ვიყავით ბოლომდე ერთიანი. ვანო ხუხუნაიშვილთან ერთად დავდიოდი სტრასბურგში. ესეთი ხმალამოღებული. ეხლა დადიან ერთად გიგა ბოკერია და ლევან ბერძენიშვილი. ესეთი ხმალამოღებული მებრძოლი როგორც ვანო იყო მაშინ საქართველოს ინტერესებისთვის. აი იშვიათად მინახავს ვინმე და მე ვიყავ ხოლმე აღტაცებული ძალიან მადლიერი ვარ ხა ეს ჩემ პარტიაში, მაგრამ ამას რაზისთვის ვამბობ, რომ საქართველოს პატრიოტებმა და პროფესიონალებმა საერთო ენა უნდა მონახონ. და ჩემი ამოცანა კიდევ ერთხელ მე ეს არის ბოლო საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის. ჩემი ამოცანა რომ ამ ვადის ბოლოს მე ვთქვი რომ უნდა დავტოვოთ საქართველოს სიღარიბის გარეშე, ძირითადად სიღარიბის გარეშე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ეს არას ამერიკაში არ ხდება და გაერთიანებული საქართველო. ყველა ვინც და ეს შესაძლებელია, როცა ყველა პოლიტიკური ძალა არის ერთიანი. მიუხედავად პოლარიზაციისა, რაღაც ზედა დონეზე თქვათ პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთს ლანძღავენ, აგინებენ, ან დაიგინებენ, ან შეიგინებენ, მიუხედავად ამისა, რეალურად ყველა სხვა დონეზე ამ არჩევნებმა აჩვენა მშვიდობიანი თანაარსებობა არჩევნების პირობებშიც კი როცა ბევრ ქვეყანაში ომი იწყება არჩევნებისთვის არის შესაძლებელი. ანუ თქვენ გათვლას გააკეთებთ რომ თქვენი დასაყრდენი მომავალ პარლამენტში იქნება არა მარტო ნაციონალური მოძრაობა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისაც რომ რეფორმატორთა სწორი რეფორმატორთა გადახალისებული გუნდი გავიდეს და დარწმუნებმა აქ წარმატების იმედი როგორ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ არჩევნებმა მოგცა ჩვენ კარგი შედეგები ამ არჩევნებზე ხომ ახლა თქვა არ მხოლოდ აძლევდნენ ვიღაცას ხმას არამედ ხმას აძლევდნენ ვიღაცას წინააღმდეგ უფრო მეტი ხმა მივიღეთ ჩვენ წინააღმდეგ ვიდრე მიიღო რომელიმე პარტია სწორედ ამიტომ გეკითხები ილუზია მოექნება ნურავის თუნდაც ყველაზე ისეთ კანდიდატს რომ მათ მიცეს ყველა ხმა მათ მიცეს იმიტომ ხმა რომ ისინი რადიკალურად იყვნენ ჩვენ წინააღმდეგ საპარლამენტო არჩევნებზე მიცემენ კონკრეტულ კანდიდატებს ამიტომ ჩვენი გუნდიც იქნება ძალიან გადახალისებული ჩვენი სია იქნება ძალიან გადახალისებული ჩვენ მოვიწოდოთ ჩვენ ჯგუფშიც იმ ხალხში ვინც პირდაპირ ჩემთან ასოცირდება ბევრ ახალ საინტერესო სახეს ბევრ პროფესიონალს მათ შორის შეიძლება სხვა პოლიტიკური პარტიებიდან გადმოვიყვანოთ ჩვენ მოვიწოდოთ ბევრ ახალ საინტერესო და საზოგადოებისთვის შეიძლება ახალს მაგრამ ასევე ახლის შემოთავაზებას ის კი არა რომ ლამაზია და პროფილში როგორია რას თავაზობს როგორ თავაზობს საზოგადოებას სიღარიბის გადალახვას როგორ თავაზობს ხალხის დასაქმებას რა მოტივაცია აქვს ამისთვის და რა გამოცდილება აქვს ამისთვის რომ გააკეთოს რამდენად დამაჯერებლად შეუძლია ამის არტიკული ეხლა ოპონენტი რომ გეждდეთ წინ პოლიტიკოსი გეტყოდათ რომ კი მაგრამ ყავით ამდენი ხანი ამ წლების განმავლობაში მოგეძებნათ ესეთი ადამიანები თუ კი შემდეგ ამ შეცდომებზე მოგიწევთ მე მინდა შეგახსენოთ ბოდიშვიხტი რომ ბოლო 4 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა თითქმის გასამაგდა მე მინდა შეგახსენოთ რომ ჩვენ გადავწყვეტ უშუქობის პრობლემა კორუფციის პრობლემა უგზობის პრობლემა ვწყვეტ აღარ მინდა ჩამოთვალ ამ თემის საარჩევნო კამპანია ამას ვლაპარაკობ საქართველოს წარმოუდგენლად შეიცვალა ბოლო 4 წელიწადში მაგრამ რაც უფრო მეც აკეთებ მით უფრო მეტი ჩდება გასაკეთებელი რაც უფრო რაღაც ადამიანის რაღაც დონეს აღწევს მით უფრო მეტი მოთხოვნა უჩნდება მას ეხა ვეღარავის ვეღარ დააყვეთ რომ აგერ გზებია და შუქებია განათებული. მე კარი და არის, ნუ ახლა მე რა ყველგან არის საფრანგეთში და გერმანიაში და ნუ კენიაში რო აღარ არის ან ზიმბაბვეში ეს ხალხს აღარ ახსოვს და ჩვენთანაც რო არისო ჩვენ რო ვიყავით ზიმბაბვე ეს აღარ ახსოვს და საფრანგეთში რო განათებულია გზები, მაგრამ სამაგეროდ ფრანგები უკეთესად ცხოვრობენ ვიდრე ჩვენ ეს ახსოვს. ამიტომ ჩვენ კი არ უნდა დაუბრუნდეთ ზიმბაბვეს მდგომარეობაში. ჩვენ უნდა წავიდეთ საფრანგეთის მდგომარეობაში, ჩეხეთის მდგომარეობისკენ, უნგრეთის მდგომარეობისკენ, ესტონეთის მდგომარეობისკენ. ამიტომ ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ სიღარიბე გადავლახოთ და საზოგადოებაში არ იყოს ისეთი ნაწილი, რომელსაც 500 მე ხო ვიარე და ნახე. საოცარი ეხა იქ ყველა ჩემზე ესე თემა გახდა რაღაცა, მაგრამ შეუძლებელია რომ ხა ადამიანური რაღაცა ხა მე არა ვარ თეატრალური ინსტიტუტი არა მაქვს დათარებული არის ერთი ორი მსახიობი რომელიც ცნობილია იმით რომ კარგად შეუძლია ტირილი ეს დიდი ხელოვნება სამსახიობოა მე ეს ნამდვილად სამსახიობი ნიჭი არ გამაჩნია მე ვარ ის რაც ვარ როცა ხელება აკანკალებული ადამიანი რომელსაც მაჩვენებს თავის სამსართულიან სახლს გაგრაში სადაც ედგა მაშინ გაზოს და 4 ყიდი და უამრავ ლიმონს ქონქონდა უმაღლესი განათლება იღებდა უამრავ ტურისტს ეხა არის წყალტუბო შეყუჟული
18 კვადრატულ ბინაში და კვდება იმის გამო არ კი რა მოკვდა იმის გამო რომ 500 ლარი არ ქონდა და პოლიცი რო არ ქონდა და მოკვდებოდა რამდენი ადამიანი მოკვდა და დაიღუპა და ლოგინად ჩავარდა ამ 500-700 ლარის მე მყავს ახლობლები რომელიც დაიღუპენ 600 ლარის არქონის გამო და ეს ხო ეს მოხდა ეს ხდება და ამიტომ მე ვნახე ეს ისტორია მე ვნახე ის ხა დამცინოდა და ჩურჩხელის გამყიდვას მაგრამ როგორ ისტორია იყო მოვიდა პატარა კოკო ხო ხელა ჩამჭიდა მივიყვა თავის დედასთან მარტო ხელა დედა მამა არ აყავს და თელი ოჯახი თავს იჩეს ჩურჩხელების გაყიდვა აი ხა ნახეთ ჩურჩხელები ხო ეს ხო ყოველდღიური ბრძოლა არსებობს ყოველდღიური ბრძოლა ეხლა თუ საქართველოს აირია თუ საქართველოს ქაოსი მოხდა ტურისტი აღარ ჩამოვა, არავინ იქ არ გაივლის იმ ჩურჩხელს არ იყეს. ქართველებსაც ფული არ ექნებათ. მასაც ბევრი ფაქტორია რის გამოც საქართველოს ჯერ კიდევ წყიბზე კიდია. ამიტომ ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ იმ ძირითად თემებზე, რაც არსებობს. არავის არ აქვს უფლება ეს ჩვენი ქვეყანა, რომელსაც არც ნავთობი აქვს, არც გაზი აქვს და დგას ერთ-ერთ სტაბილურობაზე, სიმშვიდეს და განვითარებაზე. არავის არ აქვს უფლება, რომ ეს ქვეყანა რაღაცნაირად ამოატრევოს, იმიტომ რომ სხვანაირად იმ ჩურჩხელის გამყიდვას, რომელიც მე იქ ვნახე, იმ ჟორა პაპას, რომელიც უვლის თავის ტყეს იმათი პერსპექტივა საერთოდ აღარ არსებობს. ჩვენ ამ ხალხის იმ ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ. არა ჩვენი რაღაც პოლიტიკურ განსხვავებიდან, იმიტომ ის რაც ხდება აქ, ეს ტელევიზორში არ არის მარტო, ეს უშუალოდ ურტყავს ჟორა პაპას, ეს უშუალოდ ურტყავს კახვალ ოჯახებს ზემო ხოდაშენში, ეს უშუალოდ ურტყავს თითოეულ ადამიანს ჩხოროწყუში. ქალმა რომელიც პლანტაცია გააკეთა ზუგდიდში და ხა მიმოყვანა ამაყა და 1000 ლარი ვიშოვება ამ სეზონზე. ხო რა ცოტაა, მითხრა ეს რა ცოტა შეხედა რაღაც იფიქრა რომ რაღაც ცოტათ მომეჩო. რაღაცა იფიქრა რომ რაღაც ცოტათ მომეჩო. ამ ხალხისთვის უნდა ვიცხოვრო ჩვენ. ამ ხალხს უნდა გაუკეთოთ აწი ყველაფერი. ამ ხალხისთვის უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, ამბობს მიხეილ სააკაშვილი და აპირებს შესთავაზოს არა მარტო თავის პარტიულ გუნდს, არამედ სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებს კადრები. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, როდესაც თქვენ საუბრობდით უпроსწორედ პირველად, როდესაც ისაუბრეთ სავარაუდო ცვლილებებზე მთავრობაში, მაშინ ამ დარბაზში ისხდნენ ეკა ტყეშელაშვილი, გურგეინ ძელადო და კობა სუბელიანი და თქვენ მაშინ თქვით, რომ აი ამ ადამიანებს არ ელოდებათო შეცვლა. თუ შეგიძლია დღეს მითხრათ კონკრეტულად ვის ელოდება შეცვლა კონკრეტულად და ის ინფორმაცია რომ სახელმწიფო მინისტრების პოსტები უქმდება, ნიშნავს თუ არა რომ ადამიანები ვინც დღეს არიან სახელმწიფო მინისტრები ავტომატურად წავლენ მთავრობიდან იგივე კახა ბენდუქიძე ვთქვათ გია ბარამიძე არის ასევე სახელმწიფო მინისტრი ასევე კონფლიქტების კუთხით სახელმწიფო მინისტრი დათო ბაქრაძე რას გვეტყვით ამ ცვლილებებს? სინგა ჯერეთი დამიტოვეთ ცოტა სათქმელი ხო ხედავ როგორ შემოეჩვიეთ თქვენ გადაცემას და შემდეგ ჯერზე მოგახსენებთ. ძალიან კარგი მე მინდა გისურვოთ რომ რაც უფრო ხშირად გამოხვალ ტელეეთერი და პირდაპირ ეთერით არა მარტო ჩვენთან ზოგადად ბევრ ჟურნალისტთან ეს იქნება მე ჩემ ხალხს დავპირდი რომ მოვალ სერიოზულად გადახალისებული კუნთით. არსებობს პრეტენზიები, ამ პრეტენზიებზე ვიღაცაებმა უნდა აგონ პასუხი. ჩვენმა ხალხმა მოგცა მანდატი, ჩემმა ხალხმა მოგცა მანდატი. მე ვიმედოვნებ კიდევ ერთხელ რომ საარჩევნო კომისიამ დაითვალოს განსხვავებით უცხოელებისგან გადამიერეკა ნახევარული მსოფლიო, ხო? ეხლა პრეზიდენტმა სარკოზიმ დარეკა ყველა ბალტიის პრეზიდენტი, პოლონეთის პრეზიდენტი ინაუგურაციაში ჩამოდის უკვე და წინასწარ ჯგუფს აგზავნის რომ უკვე და ასევე ჩამოდის უკრაინა პრემიერ-მინისტრიც და პრეზიდენტს, მაგრამ მე არ გამომიცხადებ, რომ საარჩევნო მოვიგე იმის გამო, რომ საარჩევნო კომისიამ უნდა თქვას ეს და მე არასოდეს დემოკრატიულ პროცესს წინ არ გავუსწრებ. იმიტომ რომ ეს არის საბოლოო ჯამში არა ვინმეს გადასაწყვეტი, არამედ სამართლებრივი პროცედურების დაველოდოთ. მაგრამ ჩავთვალოთ ეს მანდატი მივიღეთ. საბოლოო შედეგებამდე ჯერჯერობით მანდატი, ეს არის ჩემთვის მანდატი, რომ გადავახალისო სერიოზულად აღმასრულებელი ხელისუფლება, გავაფართოვო წრე იმ ხალხისა, საიდანაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში უნდა მოხდეს ხალხის მოყვანა და შევასრულოთ ყველა ჩვენი დაპირება. ჩვენ საზოგადოება გვიყენებს ბევრად მეტ მოთხოვნებს ვიდრე 4 წელი მე რო დავდივით საარჩევნო კამპანიაზე იძახოდნენ ოღონდ შენ თუ მართლა შეასრულებ დაპირებას რომ 14 ლარის ნაცვლად იქნება 28 ლარიანი პენსია შუქი გვექნება 16 საათი მაინც დღეში და კორუფციას ცოტა მაინც შეამცირებთ კიდე 100 წელი აგირჩევთ და დღეს მოთხოვნები აღარ არის უკვე 28 ლარიანი პენსია და დღეს მოთხოვნები აღარ არის და არავის არ უყურს 24 საათიანი და არავის არ ეს არავის აღარ უყურს ყველა ადამიანმა გაუგო გემო უკეთეს ცხოვრებას და უნდა 10 ჯერ უკეთეს ცხოვრება იმსახურებს ჩვენი ხალხი 10 ჯერ უკეთეს ცხოვრებას იმსახურებს და ყველა
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამას მივახციოთ. ეს არის და ეს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, სერიოზულად გადახალისებული. და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ ალბათ CNN-თან ინტერვიუში თქვენ გუშინ გააკეთეთ ძალიან სერიოზული, ძალიან საინტერესოდ გაისმა ეს კრემლთან სუფთა ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებაზე, ახალი ურთიერთობის შესახებ. რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილი, ვიდრე იქნებოდა არჩევნები ბოლო პერიოდში, მეტისმეტად გამწვავებული ურთიერთობის ფონზე თქვენგან ჩვენ ვისმენდით მუდმივად უმწავეს კრიტიკას კრემლის მისამართით და დღეს, როდესაც ვთქვათ არჩევნების შედეგები ჯერ არ არის საბოლოო დათვლილი, მაგრამ წინასწარი მონაცემები არის სახეზე, უცბად ამბობთ, რომ კრემლთან უნდა დაიწყოს ახალი ურთიერთობა. რას ნიშნავს ეს პოლიტიკურ ენაზე? თქვენი ოპონენტების მუდმივი ბრალდება არის თუნდაც ის, რომ აი ამ მწვავე განცხადებების მიუხედავად დსთ-დან მაინც ვერ გამოვიდაო ქვეყანა და დღეს ჩვენ ვისმენთ, რომ კრემლთან უნდა დაიწყოს ახალი ურთიერთობა. რა არის ეს? მე ვფიქრობ, დსთ-დან გამოსვლა, შესვლა, ეს არის სიმბოლური მომენტები. ერთი დღე გამოხვალ და მე მეორე დღეს არავის არ ახსოვს. ჩვენმა ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ რაღაც შეიცვალა მათთვის. რუსეთის ემბარგომ ბევრ რაღაცაში დაგვაზიანა, ბევრ რაღაცაში ხელი გაგვიმართა. ეხლა კონკრეტული კახელი მე ვენახე, რომლის ყურძის ფასი დაეცა რუსეთის ემბარგოს გამო, იმით არ წყნარდება, რომ უკეთეს ღვინო გამოვუშვით და თქვათ ლონდონში უკეთეს ფასად იყიდება, თუმცა პერსპექტივაში ეს მისთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი. მე მოვიარე კახეთი და ვნახე ძალიან ბევრი ახალი ღვინის საწარმო, ძალიან საინტერესო ხალხით, მაგრამ მეორე მხრივ იყო ძველი უამრავი დიდი ქარხანა განადგურდა ამის გამო. და ეს ეხება მწვანელის გამყიდველებს ბაღდადში და წყალტუბოში, წყალტუბოდან მთელი წვანელი კოპიტნარიდან მიდიოდა პირდაპირ მოსკოვის ბაზრების და ეს ჩაიკეტა ეს არხი და ეხა ჩვენ ბრიუსელში უნდა წავიდეთ, იქ სპეციალურად დავაფასოთ, კიდევ ერთხელ გზები გავიყვანოთ, ტრაილერებით გავიტანოთ, სხვა აბსოლუტურად სხვა მოთხოვნები. ამიტომ ერთხელ ჩვენ გავაგდეთ ეს ევროპულ ბაზარზე, მაგრამ მეორე რა თქმა უნდა რუსული ბაზარი ჩვენ უნდა დავიბრუნოთ. რუსეთში არის იქნება ახალი პრეზიდენტი, ძველი პრეზიდენტი, რომელიც იქნება პრემიერ-მინისტრი ალბათ. მე მაქვს იმედი, რომ როცა საქართველოს საარჩევნო ბატალიებს ჩაირვის ძირითადად, ჩვენ მაინც შეგვიძლია განვაახოთ საუბარი მდგომარეობის ნორმალიზაციაზე, სიტუაციის ნორმალიზაციაზე. მე თუ შეამჩნიეთ წინა საარჩევნო კამპანიის დროს პრაქტიკულად არ მილაპარაკე რუსეთს. თუმცა ბევრი პრეტენზია ჩვენ შეიძლება გქონდეს. პრაქტიკულად ეს კარტი, რომელიც მნიშვნელოვანია, ძალიან სენსიტიურია ჩვენ ხალხს, შეგნებულად არ გამომიყენებია, თუნდაც ეს ყოფილიყო ხმების მომტანი. რატო? იმიტომ რომ პასუხისმგებლობით მიუდგე კი იმ საკითხს, რომ ჩვენ ისინი ძალიან სენსიტიურებიან საქართველოს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. თემი სოფლის მნიშვნელოვანი გახდა. ეხლა გუშინ ერთი უცხოელი ჟურნალისტი მოგნებოდა, მოფრინავდი აქ და ნახეო CNN-ზე, რომ თოვლის შტორმი მიდის საქართველოს, ვაიმე რა მოხდება იქ ხო არჩევნებია. არც ერთ სხვა ქვეყანაზე არ გამიგია ესეთი რაღაც, რომ არჩევნებთან დაეკავშირებიათ ამინდის პროგნოზია. თემი სოფლის საქართველოს მნიშვნელოვანი, მაგრამ რუსეთთვის არის სამაგათო მნიშვნელოვანი. ჩვენთვის რუსეთი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ დანარჩენ სოფლიოსთანაც უკვე დავამყარეთ ურთიერთობა. საქართველოს ძალიან წინ წავიდა. და ამ ხრივ ჩვენ ეს არჩევნები იყო, ეხლა გვაქვს ისეთივე ეიფორია საწყისი. როგორც ჩავატარეთ ეს არჩევნები, როგორც ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ მართლა ჩვენც ვიწყებთ სუფთა ფურცლიდან. ბევრია ეს რაღაცა რაც მოხდა ცუდი ბოლო თვეებში ჩამოირეცხა და ჩვენც ვიწყებთ სუფთა ფურცლიდან. ასევე რუსეთთან ურთიერთობა ჩვენ ვიწყებთ სუფთა ფურცლიდან. მე მზად ვარ ხელახლა გავუწოდა მათ ხელი, იმედი მაქვს რომ თუ ყველაფერმა კარგად შეიარა, რომ დაპატიჟებულია მაშინ პრეზიდენტ პუტინი რომ ჩამ თუ ყველაფერმა კარგად შეიარა. ნუ არა, ეხა თუ ყველაფერი წყნარ და დაითვალო კიდევ ერთხელ მეორე, მე ხო არა კი სარკოზი მირეკავს და მილოცავს, მაგრამ მე ვიღებ მილოცვას საბოლოოდ ჩემი ადგილობრივ მეგობრებთან, როცა დაითვლება ეს ყველა ხმები. ამის შემდეგ ჩვენ აუცილებლად ინაუგურაციაზე მოვიწვევთ რუსეთის პრეზიდენტსაც და აუცილებლად ჩვენ შევეცდებით რომ რუსეთთან დავიწყოთ როგორც თქვი სუფთა ფურცლიდან ეს ურთიერთობები და ჩვენ ვალდებულები ვართ რომ ეს ურთიერთობები ავაწყოთ და ჩვენ ვალდებული ვართ რომ მინიმუმ ხელისშემშელი ფაქტორები რომელიც ამ ურთიერთობის სიზნეებთან დაკავშირებული ყველა ერთად მოხსნა. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა თქვენთან საუბარი დავამთავრო. აი ექსპერტების მოსაზრებებს კითხულობდი, სოსო ცინცაძე წერდა რომ თუ მიხეილ სააკაშვილმა სიმართლეს თვალებში არ ჩახედა და თბილისში წაგებული არჩევნებიდან სათანადო დასკვნები არ გამოიტანა, მას არაფერი გამოუვაო. ნახოთ რა დასკვნებს გამოიტანს მომავალი პრეზიდენტი, რომელიც ჯერჯერობით არ არის, თქვათ ოფიციალურად პრეზიდენტი, მიუხედავად იმ შედეგებისა, რომელიც დღეს უკვედევს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ოფიციალურ მონაცემებს გულისხმობ. მე მინდა გისურვოთ წარმატება, ჩვენი შემდეგი გადაცემა დაეთმობათ იმ ადამიანებს, ვინც აპირებდა ამ არჩევნებში, უпростоრით ვინც იყრიდა კენჭს ამ არჩევნებში, გულისხმობ თქვენს ოპონენტებს და ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი პირველი იქნება სწორედ ლევან გაჩეჩილაძე. ჩვენ მასაც ისევე მოусმენთ ამ არჩევნების შედეგებზე, როგორც მოგისმინეთ თქვენ და ასევე დაუთმობთ ეთერს ყველა იმ კანდიდატს, რომელიც აპირებდა რომ გამხდარიყო პრეზიდენტი და მე მინდა თქვენ უბრალოდ ესეთი კითხვა დაგისვათ, რას ეთყოდით მათ და დავასრულებ.
როგორც ადრე ჩვენ ვართ გახსნილი იმისათვის რომ ჩვენ ერთად შევქმნათ ახალი საქართველო. საქართველოს სიღარიბის გარეშე და ერთიანი საქართველო. ქართველების ძალა არის ერთობაში. საქართველოს მოქალაქეების ძალა არის ერთობაში. ეს არის პოლიტიკურ ერთობაში, ეს არის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის ერთობაში, ეს არის უბრალოდ ადამიანებს შორის ერთობაში. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება რომ ერთმანეთთან ვიყოთ გადაკიდებულები, ისე დაპირისპირებულები, რომ არ შეგვეძლოს ხელის ჩამორთმევა. ჩვენ ვართ ცოტანი და ჩვენ უნდა აუცილებლად გავერთიოთ. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებ წარმატებებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ მობრძანდით სტუდიაში ნახვამდის. ასეთი იყო დღევანდელი პრაიმ ტაიმი. მე გემშვიდობებით და როგორც უკვე გითხარით, ჩვენი მომავალი გადაცემა დაეთმობათ ადამიანებს, ვინც აპირებდნენ გამხდარიყვნენ ჩვენი ქვეყნის